საღამო მშვიდობისა დეკემბრის პირველ კვირას მაესტროს ეთერში კვირის ინფორმატორია, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ამბები. პრემიერებით და ყველა იმ სიახლით, რაც ჩვენი წინა შეხვედრის შემდეგ სამამულო შოუ ბიზნესში მოხდა. პოპულარული ადამიანების ჩაცმულობა, მაღაზია თუ დიზაინერი. მარიამ ჩიხრაძის და დიმკა თეიმურაძოვის კლიპის პრემიერა. გასული კვირის საინფორმაციო კოლაჟი. სეფას ბიჭები პრემიერი. სიმღერა დედა. სუხიშვილები 60 წლის იუბილესთვის ემზადებიან. სტუდიაში ანსამბლის სოლისტები თეადარჩია და ჯიმი მამადაშვილი. გასული კვირის პრესის მიმოხილვა. ჯგუფის ტრინგი და მათი ახალი კლიპი. ტელეპორტრეტი თამრიკო ფოცხიშვილი. და ისევ პრემიერა. სუხიშვილებზე შექმნილი ფილმი დოლი. სტუდიაში რეჟისორი დათო უჯმაჯურიძე. როდესაც უყურებთ კადრებს შოუ ბიზნესში მოღვაწე პერსონების მონაწილეობით, იქნება ეს კლიპი, კონცერტი თუ უბრალოდ ჩვეულებრივი ყოველდღიური ყოფა, ძალიან გულმოდგინედ აკვირდებით მათ პოპულარული ადამიანების ტანსაცმელს. ხშირად ვცდილობთ მიბაძოთ მათ, გადმოიღოთ მათგან რაიმე დეტალი მაინც, ხშირად ძალიან არ მოგწონთ და აკრიტიკებთ ხოლმე მათ გემოვნებას. მოკლედ, სად და როგორ იცვავენ ჩვენი ქართველი არტისტები, ამის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. მოდური ჩაცმულობა მომღერლებისა თუ ზოგადად ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი სასცენო ეპიზოდებში, ფლად წარმატების გარანტი თუ არა, ამავე წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა რომ არის, ამის შესახებ დიდი ხანია შეთანხმდნენ როგორც კრიტიკოსები დასავლეთში, ისე თავად ჩვენი მომღერლები ჩვენსავე სამშობლოში. სხვათა შორის ისიც საინტერესოა, რომ ქართულ მუსიკალურ სივრცეში ამავე სივრცის წარმომადგენლები ჩაცმულობაზე დღეს ყველაზე ბევრს საუბრობენ და ნაკლებს კამათობენ. შესაძლოა სწორედ ამიტომაც არ არსებობს ამავე სივრცეში წლის საუკეთესო თან ყველაზე ცუდად ჩაცმული ცნობილი ადამიანების რეიტინგი. მოკლედ ჩაცმულობაზე ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ სასცენო სამოსზე დღეს მომღერლები ყველაზე მეტ ზრუნავენ, რადგან ვიზუალური მხარე ხანდახან შესანიშნავად ნიღბავს მათ მიერ შესრულებული კომპოზიციის ნაკობს, ან სულაც პირიქით აშკარად აკეთილშობილებს მათ სასცენო გამოსვლას. მართალია ავიენები იმასაც ამბობენ, რომ ქართული მოდა განვითარების გარკვეულ ეტაპზე გაიყინა, თუმცა სინამდვილეში ცოტა ძნელია ამ აზრს დავეთანხმოთ. ეს ხმები კი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ქართული მოდის ერთ-ერთი პიონერი კომპანია მაკა ასათიანი დაიხურა. სხვათა შორის ესტრადის წარმომადგენელთა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ეს მარკა ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო. რეალურად ქართულ მოდას მხოლოდ ერთი წამყვანი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე შემორჩა, რომელიც არა მხოლოდ საესტრადო ძალებში, არამედ ჩვეულებრივ მომხმარებელსა და რაც მთავარია რუსეთსა და ევროპის რამდენიმე ქალაქში ძალიან პოპულარულია. და ბოლოს ბაკურ ბაკურაძე, რომელიც ხანგრძლივი სტუდიური მუშაობის შემდეგ პირველი პერსონალური ჩვენებით ახლახან გამოჩნდა სამამულო მოდის ბიზნესში. მოკლედ ზემოხსენებული სახელები თუ მარკები ისეთივე მნიშვნელოვანია ესტრადის წარმომადგენელთათვის, როგორც სიმღერის ჩაწერა, სტუდიური მომსახურება თუ სხვა შემოქმედებითი ეტაპები. ხშირ შემთხვევაში მე ვიცი რა მინდა. მივდივარ ავტოსთან და ვეუბნები, აი მინდა ესეთი. ავტო რა თქმა უნდა დიზაინერია და კორექტივები შეაქვს და ძალიან კარგ რჩევებს მაძლევს ხოლმე. მაგრამ აი ეს კავარი ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შევედი მის მაღაზიაში და უკვე გამზადებული ეკიდა და აი მინდა გითხრათ რომ ფიქრობ რომ ჩემთვის აქვს შეკერილი. ზუსტად ჩემი ტანისთვის და ჩემი პროპორციების და ჩემი სიმაღლესთვის. კარგი დიზაინერი ჩემთვის მესე მიმაჩნია ეს არის ავთოცქვიტინიძე, რომელიც ჩემ საკონცერტო დასაცმის, მე ვიტყოდი 80% მისი შექმნილია. მისი დიზაინით არის და საკმაოდ კარგია, მე ძალიან მომწონს და ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთმანეთს შეხვდებიან ისევ ჩვენი თვალები. არ მეკონა ისევ თუ გიპოვნიდი შენ. როცა სცენაზე გამოვდივარ,
ბაკური ის სარაჩოლებრივი კოსტიუმი შექმნა და ისე იქნა გამნა რომ დიდ მოწონებას იმსახურებს და ვენდობი ყველანაირად ბაკურის ნამდვილად არ მაქვს ჯერჯერობით იმის სურვილი რომ ბაკურის გარდა სხვას ვიმართ. დღეს მომღერლები იმაზეც თანხმდებიან, რომ მათი დასავლელი კოლეგების მსგავსად საკუთარი დიზაინერის ყოლა საქართველოში ნამდვილად დიდი ფუფუნებაა. ამასთან მათთვის სასცენო კოსტიუმის ყიდვა მაღაზიებში პრაქტიკულად შეუძლებელია. მოკლედ ერთადერთი გზა დიზაინერთან ვიზიტი გახლავთ. საკუთარი დიზაინერი ძალიან დიდი ფუფუნებაა საერთოდ. ეს არა მარტო აქ, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ მე რო ვცხოვრობდე საზღვარგარეთ და რომ მქონდეს ის შესაძლებლობები, რაც დავუშვათ აქვს აი ესე ვთქვათ პოპულარულ მომღერლებს, მაშინ რა თქმა უნდა მე ხშირად ჩავიცმებდი ან რაღაც სპეციალურად შევიკერავდი გოციესთან, რომ ძალიან მომწონს Versace, ალაკ ალბათ Armani და კიდე სხვა მრავალი დიზაინერი. მაგრამ ეს შემიძლია მარტო შევიძინო მზა იმათო ამ ქვეყანაში. მითხარი, კიდევ მითხარი, რომ ეს არ ყოფილა სიზმარი, მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ. თბილისის მაღაზიებში ძალიან რთულია არჩევა, ზუსტად შესაბამისად იმისთვის, რისთვისაც გჭირდება, ძალიან ხშირად მივმართავ ქართველ დიზაინერებს, რომლებსაც მე ძალიან ხშირად ვენდობი. მე ამ ღამეს დიდხანს ველოდი. საკონცერტო კოსტიუმი უნდა შეიკეროს, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად რომ მაღაზიაში ნახო აი ეს კაბა, რაც შეიძლება რომ სცენაზე გამოგადგეს. მაგრამ მე ყოველთვის მირჩევნია მქონდეს სპეციალურად შეკერილი. ცხადია მომღერლისთვის ყველაზე მთავარი კოსტიუმის კომფორტულობა. თანაც ეს კოსტიუმი თანამედროვე და ამა თუ იმ მომღერლის გარეგნობასა თუ რეპერტუართან შეხამებულიც უნდა იყოს. სხვათა შორის სასცენო სამოსი უმეტესად ერთჯერადი გამოყენებისაა, რადგან რაც უფრო ხშირად დგას მომღერალის სცენაზე, მით უფრო ნაკლებია ერთი და იმავე სამოსის გამოყენების შესაძლებლობა. კონცერტის კონცეფცია რა არის, რა შინაარსია, რა სიმღერებს მღერი ხარ, ეს მოძრავია, დაშვიდნელი სიმღერებია, თუ რასთან არის დაკავშირებული. აი ამას როცა ყველაფერს ეუნები, დავუშვათ ეუნები, რომ აი მინდა რომ იყოს მაგალითად პიჯაკი და შარვალი, ან იყოს დავუშვათ პერანგი და შორტები, ან გრძელი პიჯაკი, ხო, ძალიან გრძელი კოჭამდე, ან მუხლამდე. ეს უკვე შენი რაღაცა შეთანხმებით ხდება. სასცენო კოსტიუმებიც აუცილებლად იმის გარდა რომ უნდა იყოს რაღაც სტილი დაცული, რაღაცა კონცეფცია შეკრული სიმღერებთან, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ქართულ შოუ ბიზნესში, ასე ვთქვათ, გამოდიან მომღერლები და მღერია სულ სხვას, კლიპი აქვს სულ სხვა, კოსტიუმები აქვს სულ სხვა. ეს შემთხვევით აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც სტილი არ არის დაცული. რაც შეეხება იმას, კომფორტული უნდა იყოს თუ არა, აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს, იმიტომ რომ სცენაზე თუ არ ხარ კომფორტულად, ეს ძალიან დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული და ძალიან რთულია მუშაობა სცენაზე. საკმაოდ ბევრი კოსტიუმი მაქვს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არ არის ის, რომ ეს კოსტიუმი ერთხელ გამოვიყენო, რადგან მომწონს ეს კოსტიუმები და ვფიქრობ რამოდენიმეჯერ გამოვიყენებ ამას და მაქვს უკვე რამოდენიმეჯერ გამოყენებული და არა დავუშვათ ისე რომ აი ერთ კონცერტზე გამოვიდა და შემდეგ უკვე აღარ შემოსულ. რა თქმა უნდა ძალიან ბევრჯერ ვერ შეიძლება არ შეიმოსა და სხვა კოსტიუმი შეიმოსა, მაგრამ რამოდენიმეჯერ მაინც მაქვს გამოყენებული. რაც შეეხება ქართველი მომღერლების გარდერობს, აქ დაახლოებით ასეთი ვითარებაა. ერთი ან რამდენიმე ქართველი დიზაინერის კოსტიუმები ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად თანაარსებობენ. ძალიან ბევრი მაკას კოსტიუმი მაქვს, მე გადავიღე, რომელიც არ დამონტაჟდა კლიპი, მზე და შოკოლადები, იქ სპეციალურად მაკა ასათიანის იმან შეკერა სალონმა. კიდე ბაკურ ბაკურაძის კოსტიუმები მაქვს. ესეც ავთოსია, ეს ძალიან ლამაზი პიჯაკი. ანუ ერთ დღეს მივედი და უთხარი რომ ავთო მინდა რაღაცა ფერადი და ჭრილი. და მან მაჩვენა რამოდენიმე ნაჭერი და აი ძალიან მომეწონა ეს პიჯაკი. აი ეს არის ავთოს ფეხსაცმელი, რომელიც მე ვნახე
მოსკოვის ჩვენებაზე ქონდა გამოტანილი და როდესაც მივედი მაღაზიაში და დავინახე ძალიან მომეწონა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მე მაცვია შეკერილი ფეხსაცმელი. გარდაობში მაქვს ესეთი ძალიან ლამაზი თან უნდა იგოროყოს ჟაკეტი მალინისფერი, რომელიც ძალიან ლამაზია. თვითონ დიზაინი ლამაზია, კარგი ფერია და სწორი ხარისხი არაჩვეულებრივი შალია. ქონდა მაკა ასათიანის კაბები, რომელიც სამწუხაროდ რაღაცა აღარ ფუნქციონირებს მაკას სტუდია, თორემ იქაც სიამოვნებით დავდივარ. თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ხშირად თავად ზრუნავენ საკუთარ ჩაცმულობაზე. თანაც იმდენად არიან დაოსტატებულნი, რომ მათ გარდერობში ყველაფერთან ერთად საკუთარი ხელნაკეთის ამოსი ყველაზე უხვად მოიპოვება. ამ შემთხვევაში ხელნაკეთის ამოსისკენ მიდრეკილება მხოლოდ მომღერლებში კი არა ტელეწამყვანებში შეინიშნება. თუ მე დიზაინერთან მივედი, მთლიანად ვენდობი მას. თუ მე ვაკეთებ, მთლიანად ვენდობი ჩემს თავს. და გამომდინარე იქიდან, რომ ზოგჯერ როდის რას ჩავიცმევ, ეს უფრო სიტუაციებიდან გამომდინარე ხდება, როდის რა მინდა, ასე ვთქვათ, რაღაც შევკერე და შევქმენი, მინდა რომ აი მე ჩემი გაკეთებული ჩავიცვა. იშვიათად ყოფილა ეს ფაქტი, რომ მე ვიღაცისთვის რაღაცა თხოვნით შემიკერია. ისე მე უბრალოდ არ ვარ პროფესიონალი, ასე ვთქვათ, მკერავი, რომ მე დავსე და ეს ყველაფერი სტრუქტურულად ეს გამოვჭრა და შევკერო და ამისთვის ელემენტარული დრო არ არსებობს ჩემთვის და ალბათ იმიტომ. მაგრამ მე ჩემი მეგობრებისთვის შემიკერია რაღაც სარაფანჩიკები, რაღაცები მომიქსოვია, მიჩუქებია. ეს უბრალოდ ეს ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მე ძალიან სიამოვნებს და იმიტომ ვაკეთებ ამას. ვისაც უყვარს, ვთქვათ, იგივე ხატვა ან რაღაც აი ასეთი, ვთქვათ, იგივე თუნდაც სიმღერის წერა, მე სიმღერებს არ ვწერ, მაგრამ პარალელს ვავლებ. უბრალოდ რომ აი უბრალოდ სურვილი გიჩნდება რაღაცის გაკეთების. უბრალოდ ჩემში გამოიხატება ეს არ ვიცი რატომ საკუთარ თავზე და შეიძლება საკუთარ ტანსაცმელზე. რაღაც მომენტში იცი თითქოს საგამოფენო დარბაზივით ვხდები თვითონ მე ჩემი თვითონ ვხდები როგორც პატარა თითქოს გალერეა, ანუ ჩემს ნამუშევარს საკუთარ თავშივე ვფენდ. არასდროს არ მომიწყვია თქვა რაღაცის გამოფენა ან რაღაცის დემონსტრირება. აი პირველი შემთხვევა ეს რომ ესე ყველაფერი ერთად არის შეკრებილი და ვიღაცას ვაჩვენებ. მოკლედ სამოსი ცნობილი ადამიანებისთვის არც თუ მეორე ხარისხოვანი დეტალია. თანაც რაც უფრო განსხვავებული და კომფორტულია იგი, მით უფრო კმაყოფილია როგორც მისი შემქმნელი, ანუ დიზაინერი, ისე მომხმარებელი. რომ არაფერი ვთქვათ დაკვირვებულ მაყურებელზე, რომლის საამებლადაც კეთდება კიდევაც ეს ყველაფერი. ხანგრძლივი სარეკლამო პაუზის შემდეგ ეთერში ისევ კვირის ინფორმატორია. რამდენიმე დღის წინ ინფორმატორის საშუალებით გაუწყეთ, რომ კინოთეატრ ქოლგაში გაიმართა ახალგაზრდა დამწყები მომღერლის მარიამ ჩიხრაძისა და ძიმკა თეიმურაზოვის კლიპის პრეზენტაცია. ეს ორი მომღერალი დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია, თავიანთი ახალი კლიპის წარსადგენად. საღამომშვიდობთ. მარიამ, თქვენ როგორც დამწყებ მომღერალს მე მინდა გითხოთ, სერიოზულად შევიდექით საქმეს თუ მაინც ეს ერთი კლიპი გასართობად გადაიღეთ? არა, მე ვფიქრობ, რომ სერიოზულად ალბათ გავაგრძელებ ამ საქმეს, მაგრამ არ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ძირითადი პროფესია იქნება მომავალშიც. რა პროფესიას აირჩევთ? არ ვიცი, ჯერ მოფიქრებული არ მაქვს. თუმცა სიმღერა იქნება ჰობი თქვენთვის. ჰობი, მაგრამ მაინც სერიოზულად მოვაკიდებ ეს სერელეთ ამას არ დავტოვებს. აი რატომ გაგიჩნდათ სურვილი და მოთხოვნილება დაგეწყოთ სიმღერა? იმიტომ ხომ არა რომ დედა თქვენი ამ ბიზნესშია. მე მაყურებელს ვეტყვი რომ მარიამი გახლავთ ცნობილი ტექსტების ავტორის შვილი, ქალბატონ მანანა გურგეინძის შვილი. არა, ეს ისე არ ყოფილა. სანამ დედაჩემი საერთოდ ტექსტების წერას დაიწყებდა, მანამდე სკოლაში 6 წლის ვიყავი, როდესაც მივედი და ვუთხარი, რომ მინდოდა სკოლაში იხსნებოდა პატარა სიმღერის წრე, მინდოდა რომ შევსულიყავი, ჩემი ინიციატივა იყო ეს. ძიმკა, თქვენ ჯგუფ ისინის წევრი იყავით? ხო, აი სწორედ ეს მინდა, მე ეხლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხოთ, სად გაქრა ეს ჯგუფი? არასად არ გამქრალა პრინციპში რაღაც ყოველივე ჩვენთაგანი რაღაც საქმე მოიპოვა ასე ვთქვათ. რატო აი ოფიციალურად დაიშალა ის? ხო, ოფიციალურად დაშლილი არის უკვე, იმიტომ რომ რა ვიცი, ზოგი ერთი მსახიობი ყავს, მეორე რეპერი ყავს. ესამე მუშაობს და მეც ასე ვთქვათ სტუდიის მონამორჩილი გავხდი ასე ვთქვათ რა. და ესე მათგან დამოუკიდებლად გააგრძელებთ სოლო კარიერა, ასე თუ შეიძლება. ხო, რა. ყოველ შემთხვევაში მინდა. მე იქ დანარჩენი ვნახოთ მომავალში. მინდა დიდი სურვილი მაქვს და
იმედია გამომიყვა რაღაც. მარიამთან დუეტის იდეა როგორ გახსნა? თავად იდეა ვის ეკუთვნის? იდეა ეკუთვნის კომპოზიტორ მამუკა ბეგაშვილს პეკეს და რა ვიცი, მისივეა სიმღერა, ხო, ფიქრებთან მარტო. მისივეა სიმღერა. და უცებ ის მოულოდნელად მოხდა ის, რომ რაღაც დამირეკა მამუკამ და შემომთავაზა მე დიდი სიამოვნებით მეთქი მივიღებ აქტიურ მონაწილეობას და რავი ჩავწერეთ და გადავიღეთ კლიპი. კონკრეტულად სიმღერა, ტექსტი, რეჟისორი და ასე შემდეგ გადამღები ჯგუფი. ხო. სიმღერა, როგორც თქვით უკვე, მამუკა ბეგაშვილს ეკუთვნის, ტექსტის ავტორია ქალბატონი მანანა გურგენიძე. ჩაწერილია სანო სტუდიაში. ხოლო რაც შეეხება კლიპს. კლიპის რეჟისორი არის გიგა აგლაძე და დამონტაჟებულია ნინა სტუდიაში, ასე ვთქვათ. და მე მინდა სულ ყველას დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო როგორც ჩაწერის, ასევე გადაღების დროს. მე მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ პრემიერით მოხვედით, გისურვებთ წარმატება, მოგილოცოთ მარიამ ესეთი კარგი დასაწყისი და იმედი მაქვს, რომ შემდეგი კლიპით ისევ მოხვალთ ჩვენთან და ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ფიქრებთან მარტო ასე ქვია კლიპს, რომელსაც ახლა თქვენ მაესტროს ეთერში კვირის ინფორმატორის საშუალებით იხილავთ. მახსენებ წარსულ დროს არიხო დღეს მარტო იქნებს ჯობს თუ იფიქრებ ბევრს და თუ არ გაშლილ აღარ ბრდებს შენ დაკარგავძლებს აელოდე ახალ დღეს ჩემ საოცნებოლა მესმი შენი ხმას ხვდები რომ გინდა ჩემთვის ხმა ეს თუთი მეორე არ მოვა და თუ ისევ გჯერა ჩემი მარტობას ნუ შეეჩვევი არა ნუ შეეჩვევი
შოუ-ბიზნესური და კულტურული მოვლენებით გასული კვირა საკმაოდ დატვირთული იყო. თუ თქვენ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოგჩათ, საინფორმაციო კოლაჟს უყურეთ და რამდენიმე წუთში ბოლომდე იქნებით ინფორმირებული. უკრაინაში მიმდინარე რევოლუციურ მოვლენებს ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ამ კვირაშიც გამოეხმაურნენ. კიევიდან გასულ კვირას დაბრუნებულმა მუსიკოსების ერთმა ნაწილმა კონცერტი აქცია ამჯერად თბილისში, უკრაინის საელჩოს წინ გამართა. ნარინჯისფერი ატრიბუტიკით კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი პოზიცია და მხარდაჭერა კონცერტით დააფიქსირეს. სანო სტუდიაში კიდევ ერთხელ ჩაიწერა სიმღერა, რომელიც ჯგუფ ფორტეს რეპერტუარში უკვე 10 წელია არსებობს. ამჯერად ეს იქნება დუეტი მაია ასკურავასთან ერთად. განახლებული სიმღერა ბათუმზე, რომლის ავტორია ნატო გელაშვილი, პირველად საახალწლო ღამეს ბათუმის ტელეეთერით გაჟღერდება, თუმცა ამ სახით ის ფორტეს რეპერტუარშიც ჩაჯდება. 15 წლიანი მუშაობის შემდეგ ქართული საზოგადოების წინაშე პირველი პერსონალური გამოფენით მხატვარი ნანა ძიძიკაშვილი წარდგა. გალერეა M Art-იაში მან ამ ხნის განმავლობაში ნაციონალურ თემაზე შექმნილი ფერწერული ტილოები და კოლაჟები წარმოადგინა. დეკემბრის თვეში ჩვენს დედაქალაქში მუსიკისა და კინოს პირველი ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ამ სფეროში მოღვაწე 30 წლამდე ასაკის ადამიანები მიიღებენ. საუკეთესო მსახიობებს, რეჟისორებს და მომღერლებს სპეციალური ჟიური გამოავლეს და მათ ფესტივალის პრიზები და შესაბამისი დიპლომები გადაეცემათ. ამ კვირაში ფესტივალისთვის ნინა სტუდიაში გალა სიმღერა ჩაიწერა, რომელიც მომდევნო წლებში ამავე ფესტივალის ჰიმნის სახეს მიიღებს. სიმღერის ჩაწერაში ესტრადის 30-მდე მომღერალი მონაწილეობდა. სიმღერის ავტორი ოთარ ტატიშვილია. ესტრადის პატარა წარმომადგენელი ოთიკო ანდრეაძე გასულ კვირას თავისი მესამე ვიდეოკლიპის გადაღებით იყო დაკავებული. სიმღერას, რომელიც მას გიგა კვენეტადემ დაუწერა, ღრუბელო პატარა ქვია და მის ვიზუალურ მხარეზე რეჟისორი რევან ტორონჯაძე ზრუნავს. გადაღებები დასრულებულია და დაახლოებით 10 დღეში მაყურებელს პრემიერა ელის. ქართული ეროვნული სამოსის პოპულარიზაციას და გათანამედროვეობას ემსახურებოდა დიზაინერ მაია ბაქრაძის ჩვენება, რომელიც შერატონ მეტეხი პალაში 30 ნოემბერს გაიმართა. სამოსელი ქართული ასეთი იყო ჩვენების თემა, რომელზეც დიზაინერმა ტრადიციული ეროვნული სიმბოლოები თანამედროვე ტანსაცმელში გადმოიტანა და მან მოდელები ხატებიდან და ფრესკებიდან აღადგინა. ეს იყო თეატრალიზირებული ჩვენება, რომელშიც სამოდელო სააგენტო ნატალის გოგონები და ქართული საბრძოლო ხელოვნების ჯგუფი მონაწილეობდა. ქეთა თოფურია მოსკოვში წასვლამდე კიდევ ერთხელ შეიხედა ხმისჩამწერ სტუდიაში და ქრისტინე იმედაძესთან ერთად სიმღერა ჩაწერა. ეს არის პოპულარული უცხოური სიმღერის ქართული ვარიანტი. ამ სიმღერაზე ვიდეოკლიპიც დამზადდება, რომლის გადაღებებიც უკვე დაწყებულია. 1 დეკემბერს მსოფლიოში შიდსის საერთაშორისო დღე აღინიშნა. როგორც წესი, ამ თარიღს ჩვენი დედაქალაქიც გამოეხმაურა და ვაკის პარკში ქართული ესტრადის პოპულარულმა წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. ამჯერად ღონისძიებას ორგანიზება საქართველოს ბავშვთა ფედერაციამ და გლობალურმა ფონდმა გაუწიეს. მას შემდეგ, რაც ლექსენის სოლო კონცერტზე თიკო საკმაოდ თამამი ჩაცმულობით გამოჩნდა, საზოგადოება და მასმედია მაშინვე ალაპარაკდა. ახალი ვიდეოკლიპი, რომლის გადაღებებიც მალე დაიწყება, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კიდევ უფრო სკანდალური იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მის ვიზუალურ მხარეზე ექსპერიმენტების მოყვარული ახალგაზრდა რეჟისორი ჯაბა მელქაძე იზრუნებს, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ირაკლი ჩარკვიანის ახალი კლიპით გახდა ცნობილი. მოკლედ, თიკოს პროდიუსერის მამუკა ღონტის განცხადებით, სულ მალე მაყურებელს საშუალება ექნება ექსპერიმენტულ სკანდალური ვიდეოკლიპი თიკოს მონაწილეობით მაესტროს ეთერში იხილოს. სულ რაღაც 2 დღე რჩება ლელა წურწუმიას მესამე სოლო კონცერტამდე, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართება. ეს იქნება შოუ პროგრამა, სადაც ლელასთან ერთად სცენაზე რამდენიმე მომღერალიც გამოჩნდება. სპეციალურად ამ კონცერტისთვის ახალი დუეტები ჩაიწერა, ასე რომ განახლებულ რეპერტუარში რამდენიმე სიმღერის პრემიერაც არის გათვალისწინებული. ეს კვირა საკმაოდ დატვირთული იყო კონცერტის მომზადების თვალსაზრისით. ჯერ მაესტროს ხმისჩამწერ სტუდიაში, შემდეგ კი ჯგუფ ვერნისაჟის სარეპეტიციო დარბაზში მართალია ლელას გარეშე, მაგრამ საკმაოდ ორგანიზებულად და ინტენსიურად მომღერალი პროდიუსერი კახა მამულაშვილი იგივე მამულიჩა მუშაობდა. თავად მომღერალი ამერიკაში გამართული კონცერტების შემდეგ თბილისში 5 დეკემბერს ჩამოვიდა და აეროპორტიდან ჯერ მაესტროს პირდაპირ ეთერში მოხვდა, შემდეგ კი აქტიურად ჩაერთო საკუთარი სოლო კონცერტის მზადების პროცესში. გავიმგზავრეთ მე და ჩიკო მეფარიძე 25 ნოემბერს, 28 ნოემბერს უკვე მქონდა კონცერტი.
ძირითადად იყვნენ ქართველი მაყურებლები, ეს ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობენ, მუშაობენ და თან ამის გარდა ჩვენ გქონდა პირდაპირ ეთერი, რადიო ეთერი, რუსული რადიო არის მალადაეჟის. აქ გქონდა 1 საათიანი ეთერი, ჩვენი სიმღერები გავიდა ინტერვიუ და რა თქმა უნდა სატელეფონო ზარები შემოდიოდნენ და ძალიან ბევრმა რუსმა დარეკა სხვათაშორის და რა თქმა უნდა ქართველებმაც და იქ ერთ-ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა თქვა რომ იცით აი ყოველ შაბათ-კვირას რომ იყოს თქვენი კონცერტები ყოველ შაბათ-კვირას ვიღებთ რომ ჩვენ იმდენად მონატრებულები ვართ ამასო რომ იცით რა ირას ფიქრობდი რომ ჩამოვედი რომ მოდიოდი რა ჩაბნელებული იყო რა ხდა მაინც აქ მირჩევნია იმიტომ რომ მაინც ჩემი ძალიან მიყვარს საკაურო ძალიან მიყვარს საკაურო კვირის ინფორმატორის ეთერში ისევ პრემიერის დრო დადგა. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან ჯგუფ სეფას ბიჭების ხელმძღვანელი ქალბატონი ირმა მალანია და ჯგუფის წევრი გიორგი ლავრელაშვილი საღამომშვიდობთ. პირველ რიგში მინდა კითხოთ, თქვენ არც ისე ხშირად ჩანხართ ხოლმე სატელევიზიო ეთერში, ან უბრალოდ თავყრილობებზე, პრესის ფურცლებზე. მაყურებელს უთხრათ, ვინ არიან სეფას ბიჭები, საიდან მოდის ეს სახელი? დაგითმოთ. სეფას ბიჭები მინდა გითხრათ, რომ არ არის ახალი ჯგუფი ძალიან. არა, ახალი ნამდვილად არ არის, უბრალოდ შედარებით იშვიათად ჩანხართ. თითქმის ყველა მიცის, რომ ეს ბიჭები შეკრიბა, უბრალოდ ესენი თვითონ შეიკრიბნენ, რომ მივიდნენ ბატონ ედუარდ სეფაშვილთან და 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ ამ ადამიანთან. და შემდეგ ბატონ ედუარდ სეფაშვილის თანხმობით ეს ბიჭები მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენ ერთად ჯერ კიდევ მისი ცოცხლაში ერთად მუშაობდით. და სულ რამოდენიმე თვე რაც გამოგვაკლდა ბატონი ედუარდი. და რაც შეეხება არჩანან ესეთ ჩვენთან ბიჭები უკვე წელიწად ნახევარია თითქმის 2 წელი რაც მუშაობენ და გამოჩენას ალბათ თანდათან უფრო შეძლებენ ჩვენ მუშაობას არ ასე ვთქვათ არ დაგვისრული პირიქით ვაგრძელებთ და უფრო ინტენსიური ხდება ჩვენი რეპეტიციები და ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, მაგრამ ნახოთ რა მუშაობთ. თუ სწორად ვიცი, მე მგონი ეს თქვენი მეორე კლიპია. აპირებთ თუ არა ალბომის გამოშვებას, იგეგმებათ თუ არა? ალბომი უკვე მზად არის, სხვათა შორის 13 სიმღერაა ჩაწერილი. გამოსულია ეს? არ არის გამოსული, მზად არის, მაგრამ არ არის გამოსული და მიყავით მაინც თავს კიდევ აპირებთ 2 სიმღერის ჩაწერას და მე ალბათ გამოვა ალბომი. რაც შეეხება სოლო კონცერტს, გეგმავთ მომავალში, უახლოეს მომავალში. რაც შეეხება სოლო კონცერტს, იცით რა არის ამ საკითხზე ალბათ ამას ჭირდება წლები, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ კი შეიძლება გამოხვიდეთ ჩაატარო კონცერტი, მაგრამ ამას ჭირდება პროფესიონალიზმი პირველ რიგში. ჩვენ ჭირდება ჩამოყალიბება კიდევ. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილი კიდევ ბევრი დრო იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეთ ჭეშმარიტ მუსიკოსებად და ალბათ სოლო კონცერტი შეიძლება ნაადრევიც იყოს ჩვენთვის. მე ლაპარაკი მაქვს დიდ სოლო კონცერტზე ხლა რაიონებში და იქ ქალაქგარეთ ხშირად შეგვიტარებენ. აი რასაც ქვია სერიოზული სოლო კონცერტი, მე ვფიქრობ ცოტა ადრეც არის ჩვენთვის, მაგრამ მაგის დრო ალბათ 1-2-3 წელი ჯერ კიდევ. ანუ განვითარების რა ეტაპზე ხართ დღეს თუ ჩამოყალიბებამდე ჯერ გიკლიათ, ანუ კი არა, მაგას არ ვიტყვი რომ რაღაც ჯგუფი რა თქმა უნდა არის რაღაც დონეზე განვითარებული, მაგრამ მე ვფიქრობ საკმაოდ დახვეწაა საჭირო იმისთვის, რომ მომღერალმა შეიძლება მთელი ცხოვრება იმღერო და ცხოვრების ბოლოს ჩაატარო. ეს არის რაღაც ალბათ უდიდესი რამ, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მოდის და თუ ჩავატარებ ალბათ ესე. გზა თითქმის ნაპოვნია პრინციპში, მაგრამ თანდათან მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მომღერალი, რომელიც დღეს სცენაზე დგას და მღერის, ყველას ჭირდება ჯერ კიდე რაღაც, ხო, წინ, ყველას აქვს რაღაც სამუშაო, ხო და ისე არიან ეს ბიჭებიც, რა თქმა უნდა. აი მას შემდეგ რაც ბატონი ედუარდი გამოგაკლდათ, თუ არის ვინმე, ვინც ვოკალის გაკვეთილებს გიტარებთ, ვის ეკითხებით რჩევას მუსიკალურ. ბატონ ედუარდზე წერან ქალბატონმა ილაპარაკა და შემდეგ უკვე მოხდა ისე რომ ერთდროულად ხდებოდა ჩვენი და ქალბატონი ირმასთან ერთად მუშაობა, იმიტომ რომ ერთად მოხდა ჩვენი თანხლება, როდესაც ედუარდმა გაიგო რომ ჩვენ არიან ისეთი ადამიანები, როგორც ქალბატონი ირმა და ბატონი კოტი არიან. შემდეგ რა თქმა უნდა გაიცნეს ერთმანეთი ძალიან მოეწონა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა რომ ქალბატონი ირმა უკვე ჩვენს მუსიკალურ ქალბატონი ირმა პირველ რიგში. ანუ თქვენ პროფესიით მუსიკოსი. დიახ, მე ვარ პროფესიით გუნდის დირიჟორი. ბატონი ედუარდის სიმღერებს თუ ასრულებს ჯგუფი? სიმღერებს რა თქმა უნდა, იმ სიმღერებს ჩვენ ხელს არ ვახლებთ და ის არის ჩვენი ოქროს ფონდი და გვიყვარს და ნუ არ ვიცი, ეს არის ჩვენთვის ყველაფერი და ჩვენ მოვასწრეთ ერთი ძალიან კარგი რაღაც. ბატონი ედუარდის სიცოცხლეში ჩავწერეთ მასთან დუეტი. ანუ ავიღეთ ერთი ძველი სიმღერა, რომელიც აი ძველადაც კი არ იყო გაჟღერებული
თავის დროზე ნორმალად, ანუ თითქმის უცნობი იყო საზოგადოებისთვის და გადავაკეთეთ, ასე ვთქვათ, რაღაც ცოტა ახლებური ჟღერადობა მივეცით და ჩავწერეთ ეს სიმღერა, მაგრამ სამწუხაროდ კლიპი ვერ მოვასწარეთ. მაგრამ არსებობს ერთ-ერთი ტელევიზიით რაღაც ეთერი გქონდა და ეს ჩანაწერი შემოგრჩა და ვაპირებთ მაინც ამ ჩანაწერზე დაყრდნობით რაღაც. ხო, თუმცა ნაცადის არხია, რომ აი დოკუმენტურ კადრებზე. ამას აუცილებლად გავაკეთოთ. ეს არის ჩვენი აუცილებელი მისაღები, რომელიც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. რა მოგვიტანეთ დღეს? დღეს მოვიტანეთ ერთი კლიპი, რომელიც ჩვენ გადავიდეთ სულ რამოდენიმე ალბათ 1-2 კვირის წინ მოხდა ამის პრეზენტაცია 24-ში უფრო სწორედ და გადავწყვიტეთ ექსკლუზივი თქვენ ტელევიზიისთვის მიგვესა და უშუალოდ კლიპზე 1-2 სიტყვით ვიტყვი რომ რა შეეხება რეჟისურას ყოველთვის ამას გვეკითხებიან ვინ არის კლიპის რეჟისორი მაგრამ ეს არის თითქმის ერთობლივი მოფიქრება, იმიტომ რომ იყო რაღაც ნიუანსები. არა, იდეა ეკუთვნის გოჩა კაპანაძეს. ჯერ ვიტყვი იმას, რომ სიმღერა ეკუთვნის კოტე მალანიას, ტექსტიც, არანჟირებაც, ცოცხალი გიტარები ბიჭების დაკვრული, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც შეეხება იდეას, თუ როგორ უნდა გადაღებულიყო ეს კლიპი, ეკუთვნის გოჩა კაპანაძეს, მაგრამ შემდეგ განხორციელება რაღაცა ჩვენი ერთიანი ძალები და ისევ კოტეს, ვთქვათ, იმიტომ რომ კოტე ყოველთვის რაღაც სიმღერას აკეთებს, არანჟირებას ამთავრებს და რაღაცა სიმღერას სრულ სახეს აძლევს, ყოველთვის ხედავს ის როგორი შეიძლება იყოს. ჩვენ ხშირად ვახსენებთ ბატონ კოტეს, თუმცა მაყურებელმა არ იცის ვიზია საუბარი უთხრათ. ხო, ეს არის კოტე მალანია, რომელიც გახლავთ გრიბოიტოვის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და ამავდროულად ჩვენ გვიდგას გვერდით და ყველა სიმღერის არანჟირება თუ თვითონ ნაწილობრივ სიმღერებიც მას ეკუთვნის. ძალიან დიდი მადლობა ემდობისთვის. გისურვებთ წარმატებებს და უფრო ხშირად გამოჩენილიყავით სატელევიზიო სივრცეში. სიმღერას ქვია დედა თუ არის დედა. დიდი მადლობა თქვენ და რა თქმა უნდა თქვენ ტელევიზიასაც უსურვებთ წინსვლას. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მადლობა. კვირის ინფორმატორის ეთერში სეფას ბიჭების სიმღერა დედა. სიყვარულზე წამს დაწერილა 1000 ხოტვა და ლექსი და რაც დრო გადის მით უფრო მეტად მჭირდება შენი ალერსი მომენატრე და ამიტომ შენზე სიმღერას და ძილისი გვაჩუმად გნატრო მოხვიდე ნეტა მე ახლა შორს ვარ და მეჩვენება თან დამდეს შენი თვალები სიზმარშიც გნახა დაძველებურად მიამბე თბილის ხაბრები შენს ხელებს ვხსნობდა ბავშვობის დროშამს ვერასდროს ხედა გთხოვისე მიმღერო ნანა ძილის წინ დედა დედა ნანა სიზმარში თუ ცხადში შენ ჩემი სულის დედოფალს გეძახი კვლავ ყოისა მიმღერო ნანა დედა შენთვის უმუდამ ვიქნები ბავშვი ბავშვი სულ ვიქნები დედა დღეს მნატრობინ დრო როს არ ვიცოდი ცხოვრების კარგი და ავი დამშურსი ბავშვის დედის კალთაში როდეს ხუჭუჭა თავი ნეტავი როდის მოხვალდა მომეფერები იქნება წუთი დაბრუნდეს
ბავშვობის წლები სიზმარში თუ ცხადში შენ ჩემი სულის დედოფალს გეძახივავ ყოვისა მიმერო ნანა დედა შენთვის უნდა ვიქნები ბავშვი და მე მოგინატრება მე მოგინატრება სიზმარში თუ ცხადში ჩემი სულის დედოფალ ვიქნებით ერთად შენ სიყვარულზე წამს დაწერილა 1000 ხოტბა და ლექსი და რაც დრო გადის მით უფრო მეტად ჭირდება შენი ალერსი ბავშვობაში სულ ვფიქრობდი, ალბათ რა მოსაწყენია ცხოვრება იმათთვის, ვინც არც ეკოს. ეს სიტყვები ქალბატონ ნინო რამიშვილს ეკუთვნის და მე ამოვიკითხე ამ გამოცემაში, რომელსაც ქართული ნაციონალური ბალეტი ჰქვია. მართლა ძალიან მოსაწყენი იქნებოდა სრულიად ქართველი ერის ცხოვრება, რომ არ არსებობდეს ქართული ცეკვა და რომ დროდადრო არ გვახალისებდეს ძალიან საინტერესო და მართლაც ძალიან საამაყო წარმოდგენებით. 2005 წლის 11 ივნისს საზეიმოდ აღინიშნება სუხიშვილების ანსამბლის 60 წლის თავი. მანამდე კი ხვალიდან, ანუ 6-დან 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება წინა საიუბილეო კონცერტები ჯერ დიდ საკონცერტო დარბაზში, მერე ამავე პროგრამით ანსამბლი გააგრძელებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში კონცერტებს და შემდეგ ევროპისკენ აიღებს გეზს. გაშენებულ ქართულ ვარსკვლავ ბულვარში ახლა ხან კიდევ ერთი ვარსკვლავი აკიაფდა. ამჯერად სუხიშვილების სახელობის. სხვათა შორის სწორედ ეს ვარსკვლავი აღმოჩნდა ანსამბლის საიუბილეო წლის დასაწყისის პირველი სიგნალი. 2005 წელს ქართული ნაციონალური ბალეტი არსებობის 60 წლის თავს აღნიშნავს. ფილარმონიაში დაგეგმილი 5-დღიანი საკონცერტო სერია ამავე იუბილეს პრელუდიად შეიძლება ჩავთვალოთ. გასული საუკუნის 40-იან წლებში ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიერ დაარსებულ ანსამბლს, რომელმაც მსოფლიოს არაერთხელ აჩვენა ვიტალურად ანთებული მამაკაცებისა და ჰაეროვნებით შთაგონებული ქალი მოცეკვავეების მიერ შესრულებული ქორეო კომპოზიციები, იუბილეს ამჯერად მესამე თაობის სუხიშვილები გადაუხდიან. მართალია უფროსი სუხიშვილების შემდეგ დიდი ეპოქა დასრულდა, მაგრამ მესამე თაობა, ანუ ნეო სუხიშვილები სერიოზულად ემზადებიან იმისთვის, რომ ერთი წლის განმავლობაში მაყურებელს კიდევ ერთხელ დაანახვან, რომ დიდი ტრადიციების მქონე ქართული ნაციონალური ბალეტის ახალი თაობა მზადა არამხოლოდ ცნობილი ცეკვები წარმოადგინოს, არამედ სიახლეებსაც თამამად შეეთამაშოს. თავარი ის არის, რომ ეს არის როგორ თქვათ, ეს ოჯახის ასე ვთქვათ, რომ დედასგან და მამისგან გადმოვიდა ჩემთან, მე შემგან გადავიდა ნინოზე და ილიკოზე და მე ვთქვი ეს არის მთავარი, რომ არავინ ახალი ესე იგი არ არის, რომ დაიწყოს რაღაცების გადაკეთება თავისებურად. ჩვენ მივსდებთ აი ჩვენი ტრადიციებს და ამიტომაც აი ესე შენარჩუნდა და აი ეს ტრადიცია სუხიშვილების ესე მიდის და მე მგონი იქნება სულ. მე ვთქვი რომ უმრავლესობა ძალიან მომრავლესობა მიიღო და მოეწონა ეს ახალი ჩვენი ილიკო სუხიშვილის ეს დადგმული ცეკვები. მოიცით რა არის, იმიტომ რომ ნუ საერთოდ ახალს ყოველთვის ახლა რაღაცნაირად შეხვდებიან. მე შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ მე შევიდოთ მახსოვს, როდესაც შეიქმნა პირველად ანსამბლი და დედამ და მამამაც რო შექმნეს, ხებაში რა ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე იყო და ძალიან ბევრს აქებდა, ძალიან ბევრი არ აქებდა.
მაგრამ დრომ გვაჩვენა რომ ეს იყოს სწორი და საქართველოს მიიღო და მთელი საქართველოს დღეს შეგვავს საფას. ქართული ნაციონალური ბალეტი, რომელიც მსოფლიოს 5-ვე კონტინენტზე ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს და რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა, მთელი წლის განმავლობაში შეეცდება საკუთარი ქორეო შესაძლებლობების აკუმულირება მთლიანად ქართულ სივრცეში მოახდინოს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საიუბილეო პროგრამა თანაბრად გადაანაწილოს. ეს იქნება საიუბილეო კონცერტები მთელი წელი, გაზაფხულზეც იქნება, გეგმავთ გაზაფხულზეც ჩავატაროთ კონცერტები, არა მარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებში საქართველოს ტერიტორიაზე. ანსამბლის ისტორიაში აი ძველი ცეკვები აუცილებლად, იმიტომ რომ ეს საიუბილეოა და აუცილებელია, ესე ვფიქრობთ, რომ იყოს კლასიკური ნომრებიც პირველ რიგში და ეს ახალი კომპოზიციები, რაც ბოლო დროს შეიქმნა ანსამბლში. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი კონცერტების პირველი სერია მაყურებლისთვის ტრადიციულად საინტერესო უნდა იყოს. ამასვე ადასტურებენ ანსამბლის ხელმძღვანელები, რომლებიც ცდილობენ 60-წლიანი გამოცდილება განახლებულ საკონცერტო პროგრამაში შეძლების დაგვარად მოათავსონ და ამავე მაყურებელს კიდევ ერთხელ შესთავაზონ გეომეტრიული სიზუსტით, აკვარელური კოსტიუმებითა და სუხიშვილების სამარკო მოძრაობებით გაჯერებული ქორეო კომპოზიციები, რომლებიც დრამატურგიულად მართლაც დინამიურადაა აგებული და მათში აშკარად იკითხება სინქრონულად მოძრავი მოცეკვავეების შეუდარებელი ტექნიკა და ავანგარდისტული ქორეოგრაფიული მონახაზი. მოკლედ კონსერვატიულ ავანგარდისტული სინთეზით მაყურებელი კიდევ ერთხელ ეზიარება ქართული ნაციონალური ბალეტის ხელოვნებას. სამოსელი ბევრია და ძალიან ბევრი ამბობ გაიარა იმის შემდეგ, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. გვეხლა რომ ნახო ის ცეკვები რომ ეს მასში ეს არის სადა დედამიწა, კიდე ძველი, კიდე ახალი ცეკვები, ну ეგრეა ყველაფერი წინ მიდის, სანაცვლოდ ერთ საღამოში მოათავსო. და ამიტომაც საიუბილეო დღე ერთი არ იქნება. ამავე პროგრამაში მაყურებელს რამდენიმე სიახლე ელოდება. ერთ-ერთი ცეკვა ხანჯლურია, რომელზეც საუბარი ჯერ კიდევ ნაციონალური ბალეტის ავსტრალიაში ვოიაჟისას დაიწყო. სწორედ ავსტრალიელი მაყურებელი იყო პირველი, რომელმაც სუხიშვილების ახალი ცეკვის პრემიერა ჩაიბარა. სხვათა შორის ნინო სუხიშვილმა ამავე ცეკვისთვის განსაკუთრებული კოსტიუმები შეთხზა, რომლებიც ნამდვილად არ არღოს სოლიკოვის სალაძის ცნობილ ესთეტიკას. თუმცა არის კიდევ ერთი ცეკვა, რომელიც შესაძლოა ამავე საკონცერტო სერიაშიც გამოჩნდეს. ხანჯლურია ახალი ცეკვა, რომელსაც იხილავენ პირველად ახლა ჩვენი მაყურებელი, კოსტუმები არის შესრულებული ახალი ქართული დროშის სულისკვეთებით ნინო სუხიშვილის მიერ და არის ძალიან საინტერესო ცეკვა, რიტუალური ცეკვა, რაღაც ახალ სტილში. და ჩვენ ვფიქრობთ კიდე შეიძლება მოვასწროთ, აღვადგინოთ აფხაზური და ბოლო სამ კონცერტზე მივცეთ დამატებით აფხაზური ცოტა ახალ რედაქციაში. ყველას გამხარლურზე აქცენტი რატომღაც ეს არის რიგითი ერთ-ერთი ახალი კომპოზიცია. არის რა თქმა უნდა რაღაცა ისეთი ნიუანსები შეცვლილი, პრინციპში რაღაც გლობალურად ნახაზი და ცეკვის სტილისტიკა დარჩენილია როგორც იყო. მაგრამ რა თქმა უნდა სოლოებია დამატებული და ასე შემდეგ. სხვათა შორის ქართულ ნაციონალურ ბალეტში კიდევ ერთი აშკარა თვალშისაცემი სიახლეა. ანსამბლმა სწორედ საიუბილეო ციკლის დასაწყისამდე ახალი სისხლი მიიღო. ნაციონალური ბალეტის წარმომადგენლები იმასაც აცხადებენ, რომ ახალი თაობა არა მხოლოდ ანსამბლში, არამედ მაყურებელშიც თვალშისაცემია. არ არის მიღებული, რომ თქვათ 40 წელს გადასილებული მოცეკვავე მუშაობდეს ისე როგორც თქვათ მუშაობს 20 წლის ნაკლებით. ამიტომაც ეს თავისებური თაობების შესვლა ყოველთვის იყო ანსამბლში. უმეტესი წილი ვართ, ახლები, ახალგაზრდები უბრალოდ ყველა შემართებით ვართ მობილიზებული, მემზადებით. პირადად ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი უნდა იყოს საპასუხისმგებლო. საერთოდ ჩვენი მაყურებელი ყოველთვის იყო ცოტა შუახნიესებით და მე ახლა ვაკვირდები რომ ახლა დარბაზში რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდობა დაინტერესდა ამ ახალი პროგრამით და ძალიან უმრავლესობა ახალგაზრდობა რაც მე ძალიან მახარებს. გასულ წელს სუხიშვილებმა მაყურებელს პირველი თანაც აშკარად თამამის საკლუბო ექსპერიმენტი. პროექტ ფოლკოთეკას ფარგლებში განხორციელებული ასა შესთავაზეს, რომელსაც თანაბარი რაოდენობით გამოუჩნდნენ როგორც მომხრეები, ისე სკეპტიკურად განწყობილი მაყურებლები. ანსამბლის ახალგაზრდა ქორეოგრაფი არ გამორიცხავს, რომ ამავე საიუბილეო წლის განმავლობაში მაყურებელმა კიდევ იხილოს ზემოხსენებული საკლუბო პროექტი.
ამავე წელს ქართული ნაციონალური ბალეტი ნიუ-იორკში ჯორჯ ბალანჩინის 100 წლის იუბილეზე საპატიო სტუმრის სტატუსით გამოჩნდა. ამჯერად კი თავად ანსამბლია იუბილარი. მართალია მასშტაბები თბილისი და ნიუ-იორკი ერთმანეთს ვერ შეედრება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მაინც მზადაა ნაციონალური ბალეტის 60 წლის იუბილეში აქტიურად ჩაერიოს. თბილისში მალე გამოჩნდება სუფიშვილების სიმბოლიკით გაფორმებული კალენდრები, მაისურები და ლაითბოქსები. მოკლედ, ყველაფერი, რაც ქართულ მაყურებელს სრულად შეუქმნის საიუბილეო განწყობას. ჩვენ ძალიან უყვარვართ თბილისელებს, საერთოდ საქართველოს და აქ იმუშავებს აი ეს გრძნობა, სიყვარული, უფრო ვიდრე ისეთ ნიუ-იორკის მასშტაბით ჩვენ ვერ ვიქნებით ჯერ, სიმართლე უნდა, მაგრამ სამაგიეროდ ამას დაფარავს სიყვარული, ისეთი სითბო და ძალიან ინტერესი ალბათ ჩვენი მაყურებლის. ჩვენ ძალიან მიყვარს, ყველაზე უფრო მე პირადად მიყვარს თბილისელი მაყურებელი და ყოველთვის ჩვენთვის აი იძახიან მოცეკვავეებიც, ყველაზე საპასუხისმგებლო კონცერტები არის თბილისში. შეგვიდა დავპატიჟოთ ძალიან ბევრი სავაგარი და ხელოვანი ხალხი, ვისაც ჩვენ მუშაობ ეს რეჟისორები, მსახიობები, ამიტომაც ეს მარტო ჩვენი იუბილეი არ არის, მთელი საქართველოს უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, ვინედან ჩვენი საქართველოს ანსამბლი ვართ. და დღეს კვირის ინფორმატორის სტუდიაში სტუმრად იმყოფებიან ანსამბლის სოლისტები თეადარჩია და ჯიმი მამადაშვილი, საღამოშვიდო, ვისაც ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთი დაძაბული სარეპეტიციო დღის ბოლოს მაინც მოხვედით ჩვენთან. პირველ რიგში მინდა კითხოთ, რა ცვლილებებს უმზადებთ საიუბილეო პროგრამაში მაყურებელს? რომელი დაიწყეთ? თია, რა თქმა უნდა. ცვლილებები პრინციპში ძალიან ბევრია, იმიტომ რომ ის რაც მაყურებელმა ნახა წინა სეზონზე, ესე ვთქვათ, ძველი კლასიკური და ახალი პროგრამა ეხლა მთლიანად ახალი იქნება. რამოდენიმე ახალი ცეკვა უნდა დაიდგას. სათაურები რადგან არ არის დადგენილი და რაღაც მიზეზების გამო ჯერ ვერ გეტყვით ზუსტად რა და რა ცეკვებზეა ლაპარაკი, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ აფხაზური ცეკვის ნინო რამიშვილის სეული ვარიანტის ახალი რედაქცირება იქნება და პლუს კიდევ ჩეჩნური ცეკვა დაიდგმება, ეს რაც ვიცი და რაც შეეხება ხანჯლურს, ამას ძალიან დიდი დრო დაიდგა კერძოდ ავსტრალიისთვის. ზაკაზი იყო ავსტრალიის შეკვეთა უკაცრავად და ძალიან ცოტა მაყურებელმა ნახა ხო თბილისში 23 ოქტომბერს ვარსკვლავის გახსნას. თბილისში ალბათ ვარსკვლავის გახსნას, ხო? ვარსკვლავის გახსნაზე ვიცეკოთ პირველად, ხო და ნახა 3000 მაყურებელმა მეტი ვერავინ და ყველა აღფრთოვანებული დარჩა ერთხმად ამ ცეკვასთან. აი, ახალი აფხაზური როდიდან შევა რეპერტუარში, როგორც გავიგე, ვერ მოესწრო ხვალისთვის პროგრამაში. ვერ მოესწრო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალი გოგო და ბიჭია ანსამბლში. ფაქტიურად 70% შეიცვალა შემადგენლობა. მე და ჯიმი უძველესება თვითვლებით უკვე. ასე ვთქვათ და ძალიან ნერვიულობთ, იმიტომ რომ აი როგორია აი მახლებთან მუშაობა არ არის რთული, აი როგორ გეწყობიან ისინი? არ გადასარევად ყველაფერი უპრობლემოდ, ბოლომდე ძალიან კარგი მასალები არიან. თუ მაინც თქვენ ცდილობთ რომ თქვენ თვითონ შევუწყოთ ხელი რა. კარგი მასალები არიან, მაგრამ პრაქტიკა სჭირდებათ და სჭირდებათ შლიფოვკა, რასაც ქვია, ანუ ჩამოყალიბება. ზარდოთ მე ერთ დავამატებდი, მე მინდა ვთქვა, რომ აი ეს ახალი თაობა რომელიც მოდის, ხო? მე ყოველთვის მომხრევ რა, ეს ძველი თაობა დავუშვათ გოგონებში თია, პუსკა არიანის ელიოზი თამუნა ეს გოგონები რომელიც უდგანო გვერდში ხო იგივე ბიჭებთან თუ არ დაუდექი ამ ახალ თაობას გვერდში ხო ისე ვერ წამოყვები აი ამ ბუმბერაზების გვერდით არის არა ბუმბერაზები შეიძლება ეს უფრო მაღალი განცხადება იყოს ჩვენთვის ბუმბერაზები რა ჩვენ უბრალოდ ნუ კარგით უფრო ჩვენ გამოცდილები ხო გამოცდილი სცენას მორგები არანაირი აბსოლუტურად ვინდა ჩაგრენებს არანაირი ვეხმარებით მაქსიმალურად როგორც შეგვიძლია ჩვენს გვერდში ყველა. უბრალოდ თვითონ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ყურებით უნდა ისწავლონ რაღაც დეტალები, მილიონი დეტალები, რაც ასწავლია და გარდა მოძრაობისა, ნახაზისა და მანძილისა და ასე შემდეგ, სხვადასხვა პრობლემებისა, რაც სცენაზე შეხვდებათ მათ ხვალე პირველად თავიანთ ცხოვრებაში და
ალბათ ყველაზე საპასუხისმგებლო დღე იქნება მათ ძალიან. ნუ ეხლა ჩვენ დაუბერდით უკვე ანსამბლში და მაინც როგორ ნერვიულობ და იმათთვის წარმომიდგენია უბრალოდ რა არის. გახსოვს ალბათ ხო პირველად როგორი იყო სცენაზე? გაიხსენეთ თქვენი პირველი კონცერტი. ჩემი პირველი კონცერტი? რატომ აყენეთ ეს ძალიან ისეთ სიტუაციაში ჩემი პირველი კონცერტი ალბათ ამის მე თიაზე გვიან მივედი ანსამბლში თია უკვე ისეთი კავშირი ყოველთვის ვიზახდი რომ აი რო იზახდი რომ დარჩია თამნა ელიოზაშვილი რაღაც აი ბიჭები იგივე მიშკა ჭელიძე რაღაც ხო აი ჩემთვის წარმოუდგენელი ამ ხალხთან იყო გიორგიევიჩი რაღაც არის ჩემი პირველი კონცერტი კულისებში გეხარ ადამიანი და ცხადდება სცენაზე არის ილიკო სუხიშვილის ნაციონალური აკადემიური ანსამბლი და ამ დროს აი მთლიანად ეთიშები ადამიანი და უბრალოდ სცენაზე გახვალ უნდა ამოიღო დადო და ანახო ადამიანს რაც შენ შეგიძლია და მე ბედნიერი ადამიანი ვარ რომ მისებს თიასთან ერთად ცეკვა ესეთი ჩავლა გადამაფიჩინდა რაც შეეხება კოსტიუმებს, იქნება თუ არა ხვალიდან განახლებული კოსტიუმები? განახლებული ხანჯლურში. მარტო ხანჯლურში. ეს ის მაყურებელს ვუამბოთ, როგორ მოხდა ამ ხანჯლურის სრულიად შემთხვევით, როგორ სიმბოლურად გაიშალა ის და გახდა დაემსგავსა ქართულ დროშას. ჩვენ გქონდა ხანჯლური ცეკვა, რომელიც კალბატონ ნინო რამიშვილის დადგმული იყო. განაახლა ილიშკა სუხიშვილმა უმცროსმა. ეს იყო თიამ აღნიშნა შეკვეთით, ასე ვთქვათ, ავსტრალიის, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ნაბდები ვერ მქონდა და სხვადასხვა აი მთლიანობაში, ხო, მთლიანობაში გამოვიდა ძალიან ისეთი გემრიელი და მოკლედ უნდა მოხვიდეთ და ნახოთ. აუცილებლად არ შეიძლება არ შეცვლა ფორმის შეცვლაზე ვიზახი, ეს არის პაჭიჭი. კოსტიუმი ხო თეთრი, წითელი. წითელი ჩოხა, პაჭიჭი თეთრი და ჯინჯილა თეთრი. აი თეა მე მგონი ჩემგან გაიგო პირველად მე ვიცი PR მენეჯერისგან რომ როდესაც გაიშალა ეს რაღაცა ილეთი რომ ჩატარდა გაშლილი დაემსგავსა ძალიან ქართულ დროშას და ეს მოხდა სრულიად შემთხვევით ძალიან სასიამოვნო დამთხვევაა მე ამას ალბათ მაყურებელი ხალხი აუცილებლად და მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ გამოვიდა ძალიან ბევრი აქსესუარი სუხიშვილების აი ეს არის ერთ-ერთი კალენდარი რომელშიც შესულია უნიკალური ფოტოები რომლებიც ასევე დისკი მაისური ბენდენა და ასე შემდეგ რომლებიც გაიყიდება კონცერტის ანტრაქტების დროს დიდ საკონცერტო დარბაზში მე მინდა კითხოთ რა კომპოზიციები ამ დისკში შესული ამ დისკში არის შესული ის კომპოზიციები რომლებიც ცოცხლად იკვრება თვითონ ASA პროექტში აბსოლუტურად ყველა შესულია და პრინციპში რასაც აქ მოისმენს მაყურებელი და მსმენელი ზუსტად იგივეს ხედავს სცენაზე უბრალოდ ცოცხლად შესრულებულს ისე რომ ზედმეტი ან ნაკლები არ არის. თქვენ ცეკვის პარალელურად ეწევით პედაგოგიურ საქმიანობას, მაყურებელმა კარგად იცის, რომ თეას გააჩნია საკუთარი სტუდია, ჯიმიკის სუხიშვილების სტუდიაში ასწავლის პატარებს, მე მაინტერესებს. ასევე ისიც უთხრათ მაყურებელს, რომ პანკისის ხეობაში სოფელ დუიში გაიხსნა სუხიშვილების სახელობის სტუდია და აღსანიშნავია ის, რომ ყველაზე მეტი ჩეჩენი და ქისტი ბავშვები სწავლობენ ამ სტუდიაში, ძალიან ცოტა ქართველი. მე მინდა გკითხოთ, აი თქვენ როგორც პროფესიონალები, როგორ პროგნოზს აკეთებთ, რა მომავალი აქვს ქართულ ცეკვას? როგორ პროგნოზს? მე არ ვიცი, კიდე რაღა უნდა გადავხდეს ქართველებს თავს, რაც აი ამ ბოლო პერიოდში ჩვენმა თაობამ განსაკუთრებულად ბაკაშენიცი. სამოქალაქო ომები, გაჭირვება, უშუქობა, ყველაფერი. ამის მიუხედავად შევინახეთ, მოვიტანეთ ვაკეთებთ ხარისხიანად, გემრიელად და აწი რა ვიცი, ალბათ უფრო წინ და წინ წავალთ. იმედია, იმიტომ რომ ამის გაჩერება არ შეიძლება ეს რაღაცნაირად მოდის როგორც ლავა და პირიქით. პროგნოზი ის არის, რომ ყველა ქართველი იცეკვებს. აბსოლუტურად ყველა ქართველი. აი, ეთყობა თქვენმა მოსწავლეებმა დაგინახეთ ეთეში და არა, ეს მე მინდა დავამატო ერთი, რომ ჩვენ არ ამარტო ცეკვას ვასწავლით, არამედ ქართულ გზნობას, იმ სიყვარულს, ქართულ მენტალიტეტს, იგივე თია, იგივე მე, იგივე თია, იგივე მე. ჩვენ გვინდა ერთი რაღაც. ყველა ადამიანი მოცეკვავ ვერ გამო. არ არსებულია, მაგრამ
ჩვენ მინდა რომ საქართველოს ქუჩაში რო გაივლის ადამიანი, გინდ გოგო, გინდ ბიჭი, ხო? აი მას ეთყობოდეს რომ ქართველი მოციქული, ქართველი ადამიანია და ქართული სულისკვეთება აქვს. ჩვენ მარტო ციგვის პედაგოგები არ ვართ, როგორც თქვენ აღნიშნეთ. ჩვენ არ ვართ აი ესეთ სიტყვას ვიხმარდი გასტუკიანი ქორეოგრაფები. ჩვენ გვინდა რომ ქუჩაში რო გაივლის ადამიანი, ყველა ადამიანს თავისი ქართული მენტალიტეტი ეთყობოდეს. მე დარწმუნებული ვარ, იგივე თია, იგივე მე, იგივე ჩემი კოლეგები და ჩვენი კოლეგები ვასწავლით არა მარტო ცეკვას, ვასწავლით საქართველოს სიყვარულს, ვასწავლეთ ქართულ რა თქმა უნდა. ქართული თავარია რომ ბავშვმა ან ვინც გადაწყვეტს რომ ისწავლოს ქართული ნაციონალური ცეკვა შეიყვაროს პირველ რიგში და აქვე აუცილებლად უნდა აღნიშნო, არაფრით არ შემიძლია რომ აი ეს ახალმა პროგრამამ მთელი ეს ქართული თინეიჯერობა რადიკალურად მოაბრუნა გახმაურებულმა ასა. არა, ასაზე არ არის აქ ლაპარაკი. სხვადასხვა შენს ქუჩაში შემხვდა ერთი გოგონა ჯინჯინით. ქუჩაში. ჯინჯინით. ანუ შემოვიდა რაღაცა. კაია, აბა რატომ მივბაძოთ სხვას? სხვა მოვბაძოს ჩვენ, ხო? უფრო კაი. ქართული რაღაც ჯინჯილა. ჩვენ გოგონებს აი ეს პარაკეთ ძალიან მიხდება ჯინჯილა. ფილარმონიის დარბაზში რო გავიხედავთ ახალგაზრდობა როზის. ადრე იცი როგორი მხოლოდ უფროსი თაობა გესწრება. უფროსი თაობა, ხო და ახალგაზრდას ამბავთ ვერ ნახავდი და ეხლა ისეთი სასიამოვნოა რომ ახალი თაობას ის რო ეგ სიამოვნებს, იმიტომ რომ პრინციპში იმათთვის შოთაშორის პაესტებში წყვეთია. შეიცვალა მაყურებელი. ხო, აი აშკარად რადიკალურად გამოიცვალა ასაკი ჩვენი მაყურებლის და აი ამით ვართ ძალიან ბედნიერები, რომ ახალმა ემ რაღაც, ახალმა პროგრამამ, ახალმა ცეკვებმა, ახალმა კოსტიუმებმა, ფერებმა, განსაკუთრებულმა ტემპერამენტმა, რაც უფრო წინ წამოვიდა, ვიდრე იყო იქ კლდემა კლასიკაში, ხვდები? აი ძალიან მოატრიალა ეს თინეიჯერობა და ახალგაზრდობა ჩვენკენ და ფოლკლორისკენ და ძალიან გვიხარია. ნუ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალიდან კონცერტზე ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა მოვა, რა თქმა უნდა, დიდ წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობთ. პირიქით თქვენ მადლობა. მადლობა. სულხიშვილების თემას ჩვენ ისევ მიუბრუნდებით პორტრეტის შემდეგ, მანამდე კი მოდით ქართული პრესა მიმოვიხილოთ. როგორც წესი, ამჯერადაც წმინდა კულტურული მოვლენები დავიწყოთ, რომელთა რაოდენობა გასულ კვირას ქართულ კულტურულ სივრცეში თვალშისაცემად მრავლად იყო. მაგალითად, ახალ თაობაში აღმოაჩინეს, რომ მსახიობმა ზაზა მიქაშავიძემ კინომსახიობთა თეატრში მიხეილ თუმანიშვილის მიერ 21 წლის წინ დადგმული ცნობილი სპექტაკლი ჩვენი პატარა ქალაქი აღადგინა. სხვათა შორის ამავე გაზეთის ჟურნალისტს არც ის ფაქტი დარჩენია ყურადღების მიღმა, რომ მსახიობებს ძალიან უჭირთ იმის გადაკეთება, რაც ბატონმა მიშამ დადგა. ამიტომაც თვითოეულ ეპიზოდს ისინი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან და არაფრის გასწორებას არ ცდილობენ. ისე კი ჩვენი პატარა ქალაქის რა გითხრათ, მაგრამ კინომსახიობთა თეატრში დიდი მაესტროს გარდაცვალების შემდეგ დიდი გადაკეთებების პერიოდი ნამდვილად დაწყებულია. ამავე გაზეთში ამოიკითხავთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურმე ევროსტანდარტების კლუბად მონათლული აჭარა მიუზიკ-ჰოლი მალე არა მხოლოდ დაიხურება, არამედ ადგილმდებარეობასაც შეიცვლის. ეს ყველაფერი კი 18 დეკემბრიდან მოხდება. თუ სად განაახლებს მუშაობას ელექტრონულ მუსიკაზე ორიენტირებული თინეიჯერების საყვარელი კლუბი, გაზეთისთვის ჯერჯერობით უცნობია. ამავე კვირას ქართულ მედიას არც ის გამორჩენია მხედველობიდან, რომ რობერტ სტურუა ახლახან მოსკოველი მაყურებლის წინაშე ორი სპექტაკლით, ჰამლეტითა და სტიქსით წარსდგა. სხვათა შორის სტიქსის შესახებ ერთ-ერთ პუბლიკაციაში ამოიკითხავთ. რობერტ სტურუამ ეს სპექტაკლი გია ყანჩელის მუსიკის მიხედვით დადგა და მასში მსახიობები აბსოლუტურად დაამონჯა. ვერ გეტყვით, რამდენად შეიძლება ამას აბსოლუტური დამონჯება უწოდოთ, რადგან სტიქსი სტურუას ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რომელშიც თანაბარი დოზებითაა მოხმობილი როგორც წმინდა დრამატურგიული, ისე თანამედროვე ცეკვისთვის დამახასიათებელი ხერხები, ანუ მეტი მოძრაობა და ნაკლები ტექსტი. ამავე სპექტაკლში ძალიან საინტერესოდ იკითხება მსახიობთა ხმაურიანი მდუმარება და პოლარული სიფეთრის შეგრძნება. თუ თეატრალურ თემას გავაგრძელებთ, მაშინ აუცილებლად უნდა ჩავიხედოთ გაზეთ კვირის ქრონიკაში, რომელშიც დიდი მონდომები ცდილობენ გაარკვიონ, თუ რატომ არის დარღვეული დღევანდელ თეატრალურ სცენაზე გენდერული პროპორციები. უფრო გასაგებ ენაზე თუ ვიტყვით, კორესპონდენტი ცდილობს ამოხსნას, თუ რატომ განიცდის ქართული თეატრი მამაკაცი არტისტების მწვავე დეფიციტს. სხვათა შორის ავტორი მიგვანიშნებს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა კაშკაშა არტისტულ გამონათებებზე, მაგალითად კომიკური როლების შემსრულებელ დუტა სხირტლაძეზე, არამედ საერთოდ პროფესიონალ მამაკაც მსახიობებზე, რომლების
ავტორებიც დიდი ხანია აღარ ჩანენ ქართულ სცენაზე. საბოლოოდ ვრცელი დიალოგის შემდეგ ავტორი იმ დასკვნამდე მიდის, რომ ეს არა მხოლოდ თეატრის, არამედ ზოგადად ქართული საზოგადოების პრობლემაა. თეატრი კიდევ როგორც მისი მოდელი პირდაპირ აირეკლავს იმას, რაც საზოგადოებაში ხდება. მოკლედ იზღა დაგვრჩენია, დავძინოთ, რომ ესეთი გლობალური თემების შესახებ ფიქრითა და ფსიქოლოგიური მიდგომებით არიან დაკავებული კვირის ქრონიკაში. რეზონანსისა და 24 საათისთვის ერთდროულად აღმოჩნდა საინტერესო გასულ კვირას შერატონ მეტეხი პალაში განხორციელებული პროექტი სამოსელი პირველი, რომლის ავტორიც მაია ბაქრაძე აღმოჩნდა და რომლის შესახებაც ყოველდღიური ინფორმატორის მეშვეობით ჩვენმა მაყურებელმა ბევრი რამ შეიტყო. მაია ბაქრაძის მიერ წარმოდგენილმა თეატრალიზებულმა საღამომ, რომელზეც თუშეთიდან და ხევსურეთიდან ნათხოვარი რელიკვიების გარდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სამოსის საფუძველზე ახლებურად შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, მედიაში განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. ამის გარდა 24 საათში მწერალ დავით ტურაშვილის უჩვეულო სვეტსაც გადავაწყდით სახელწოდების 1 წლის შემდეგ, ანუ რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინება მათთვის, რომლებიც ტელეფონის ზარებს აღარ პასუხობენ. ამავე სვეტში ტურაშვილი ერთ არც თუ უინტერესო აზრს გვიზიარებს. თბილისის სამკუთხედი, მილანის სამკუთხედივით სახელოვანი რომ ვერ გახდებოდა, ყველამ ვიცოდით, მაგრამ თუ ეს სამკუთხედი თბილისელ მძღოლებს ამდენ პრობლემებს შეუქმნიდა, ვერავინ წარმოიდგენდა. მერე რა რომ შეცდით, შეგიძლიათ შეცდომაც გამოასწოროთ და ამაში სამარცხვინო არც არაფერია. აი ასეთია ტურაშვილის მოწოდება. ანგნებოთ ერთ-ერთი SMS-ი ზემოხსენებული სვეტიდან. ალბათ კარგია, როდესაც ჩვენი სახელოვანი მწერლები მსგავს პრობლემებზე ასე სწუხან. სხვათა შორის თუ არ ვწდებით, ტურაშვილი დღემდე ფეხით მოსიარულეთა კატეგორიაში ირიცხება. თბილისელებში გაარკვიეს თუ ვინ ზრუნავს პირველი ლედი სანდრა რულოვსის ჩაცმულობაზე. ეს ქალბატონი პროფესიით ექიმი, თანაც ინფექციონის ეპიდემიოლოგი ქეთი დარსაველიძე გახლავთ, რომელიც თურმე ერთდროს ფერადფერადი ესპადრელების კერვითაც კი იყო დაინტერესებული. ცნობისთვის პირველი ლედის ყურადღება დარსაველიძე მისთვის პალტოს ჩუქებით მიიქცია. ახლა კი რულოვსის ეგრეთ წოდებული პირადი დიზაინერი პირველი ლედისთვის უმეტესად კლასიკურ შიგადაში კი ყოველდღიურ ტანსაცმელს კერავს. დარსაველიძე იმითაც ამაყობს, რომ ლონდონში ინგლისის დედოფალთან შეხვედრისას საქართველოს პირველ ლედის მისი შეკერილი ვარდისფერი კოსტიუმი ეცვა თავისივე ქუდით. მოკლედ მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ყველაფრის შესახებ თქვენ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში კიდევ არაერთხელ წაიკითხავთ. თავარი არ მოგწყინდეთ. ახლა კი ჟურნალ მაესტროს შემდეგი ნომრის მოკლე ანონსი, როგორ გახდა ტოროლების მასპინძელი და როდის ახერხებს ყბის გასწორებას ყბაჩო. 7 დღიანი ეფექტური დიეტა ვერიკო ტურაშვილისგან, მამუკა ონაშვილი დაზვერვაში მიდის, თამუნა ამონაშვილი ბავშვობიდან ვოცნებობდი დედობაზე. რას ურჩევს და რას უგზავნოს ელენე ოთარაშვილი ქალებს, ერთი დღე სალომე წვერაიძესთან, ვინ არის ქალი ცეცხლისფერი თმით და ფეთქებადი ხასიათით, კარაოკეში ვაკის პარკი სიმღერით ტკბილი ცოდვა. მოკლედ ეს ყველაფერი სამშაბათს 7 დეკემბერს ჟურნალ მაესტროში და კიდევ ერთი პრემიერა მუსიკოსი დათო ლომიძე და კინორეჟისორი თამუნა სულამანიძე სტუდიაში საღამო მშვიდობისა. პირველ რიგში მე მინდა გკითხოთ, სად, როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჯგუფის სტრინგი. ჯგუფის სტრინგი შეიქმნა 2000 წელს გაზაფხულზე. და ის პერიოდი იყო, ეს ოაზისომანია შემოვიდა საქართველოში და ჩვენც ავყევით ამ ოაზისომანიას და შევქმნით სტრინგი. და როგორც ვიცი, ჯერ როგორც კინომსახიობმა იმუშავეთ თამუნას ფილმში და შემდეგ გაჩნდა უკვე კლიპის იდეა. დიახ. უბრალოდ საუნდტრეკი მთხოვა. გამიგეთებოდა. როგორ იყო? გაითქვა. დათო ძალიან საინტერესო გარეგნობა აქვს. მე თანხმები. ეს კინომსახიობისთვის მე მგონი 50%-ის პირობა მაინც აქვს, თუმცა უმეტესწილად უფრო ქალისთვის. ძალიან მომწონდა დათო გარეგნობით და ყოველთვის ფიქრობდი, ალბათ გეგმავდი, რომ გადავიღებდი. ნუ ფილმი ცოტა ისეთი გრძელვადიან სამუშაოს მოიცავდა. დათოსთან რა თქმა უნდა ურთიერთობდით. ნახულობდი თეატრალურში გოჩა კაპანაძის ჯგუფში. ანუ თქვენ პროფესიონალი მსახიობი? არა, მე მესამე კურსელი. დაპროფესიონალდება. ძალიან კარგი მონაცემები აქვს და სხვაში თვითონც დაიმახსოვრა, რომ დოდა გადაღება. შემდეგ, როდესაც დავგეგმე გადაღებები, სინჯები გაატარეთ. წყვილი მჭირდებოდა. იყო ესეთი აგრესიული და მაგრამ წრფელად აგრესიული გოგონა და წრფელად ბუნჩულა ესეთი ბიჭუნა, რომელიც გახლავთ დათო. ორი წყვილი შედგა, მაგას დათო ლომიძე არაპროფესიონალი მსახიობი, უბრალოდ გოგონა და მსახიობი დათო. დათომ ამავე დროს
პერიოდში მომცა დისკი თუ კასეტა და უნდა რომ რაღაც გვეთანამშრომლა კლიპი გავაკეთებინა. აბსოლუტურად ამაზე მეტი იყო ლაპარაკი, რადგან სრულად მოცული ვიყავ ფილმით. მაგრამ აი ფილმის აი გადაღების ბოლო სტადიებში სულ შემთხვევით მოვისმინე დისკი. მომეწონა არის რაღაც ბრიტპოპი როგორც დათო ამბობს, თუმცა საქართველოსთვის მეტწილად უფრო როკული ხას არ არის ალბათ ეს კლასიკური და ტრადიციული, მაგრამ უფრო ალტერნატიული. და გამოვიყენებ ფილმში. ფინალი აი ამ ანუ მაინც საუნდტრეკად გამოგადგათ ეს სიმღერა. თან ძალიან გამომადგა. ანუ ფილმის ბოლო ნაწილი სრულიად მთელი სიმღერა არის გამოყენებული და იქ შინაარსი ფოტოებით სრულდება. მე რაღაც ისეთი გადაღების მოედანზევე გადავწყვიტეთ, რომ დათოს ჯგუფი ამოსულიყო და იქვე ადგილზე გადავიღეთ, ჩავწერეთ რამდენიმე ვერსია. დათო ეს თქვენი პირველი კლიპია რამდენადაც ვიცი და როგორ აპირებთ გაგრძელებას? მუსიკალურ მოღვაწეობას. შემდგომშიც გადავიღებ ალბომსაც ჩავწერთ აუცილებლად. უკვე გეგმა. ხო, სცენარს თხოვდა. რაც შეეხება სიმღერას, გავიგეთ მიმართულება, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს, რატომ ღერით ინგლისურად? ეხლა არ მითხრათ, რომ როკი ქართული სიტყვებით არ იმღერება, ეს არა, როკი ქართული სიტყვებით იმღერება, რა თქმა უნდა, მაგრამ პრინციპის ამბავია რა. აი რა პრინციპია ეს? რომ ვუარყოთ საკუთარი ენა და ვიმღეროთ სხვის ენას. არა, უბრალოდ აი თვითონ წყობა არის ესეთი, რითმების, თუნდაც ინსტრუმენტალი, თუნდაც ლირიკა ძალიან არ უხდება. მithumetes ბრიტ მიგემართათ კარგი პოეტისთვის, ან კარგი ავტორისთვის, შემქმნელისთვის ტექსტი. არ გვინდა ჩვენსაც გავაკეთებთ უფრო კარგად. ანუ მაინც ინგლისურად გააგრძელებთ. არა, ქართულად ვცდით, ოღონდ ჯერ არა. დრო მოვა ალბათ, რომ ქართულად. რას გულისხმობთ სათაურში B52? ნუ ხო, არა, თვითფრინავიც არის, ბამბარდიროვში კი იყო ესე თვითფრინავი და თან არის ანუ ეს პირდაპირ მნიშვნელობა. არა, პირდაპირ არა, უბრალოდ კოქტეილი არის ეგეთი და დავაკავშირე რა, ანუ არავითარ კავშირში შეიძლება არ იყოს ტექსტის ვარიანტში, მაგრამ კონცეპტუალური მიგნება. ნუ ისე არის რა. როგორი ენერგიაც აქვს, მაგ კოქტეილს ალბათ უფრო ისე ჟღერს სიმღერა. ანუ რაც შეეხება დათოს როგორც მსახიობ, კარგით გამოგადგა საუნდტრეკი. გაამართლა როგორც მსახიობ. ესე იგი არის მორჩილი, დამყოლი, აბსოლუტურად არა, ფილმში რამდენად საკმაოდ პუნქტუალური, ეს ნაწილია, იცით, ამის გარეშე არ არსებობს მსახიობის არსებობა, იმიტომ 50% არა რა, 99% მსახიობის პროფესიები ლოდინი და რეჟისორის გაძლება გამიძლო. და რა ვიცი, აი ეს რთული როლი არ აქვს, მაგრამ რა ბუნებრივად ჩადება. კარგი ბიჭია და ალბათ აი ამ კლიპშიც ნახავთ, რომ საკმაოდ ლამაზად ერგება კამერას, კარგი პროფილები აქვს და ლამაზი მეტყველი თვალები. ძალიან დიდი მადლობა. ამდენი კომპლიმენტი შენეთი ძარგით. მე გავწითო. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები გისურვებთ თქვენ სფეროში. ვნახოთ კლიპი, გაუძლოთ. დიდი მადლობა. ბომბებს B52-ისგან მაესტროს ეთერში. That piece of shit up there, I never liked him. I never trusted him. He's a crazy businessman, you know? Left you down, wanna drink alcohol.
I feel alright. Don't listen to what mama says. Your papa can't kiss my ass. Your breath and affection. Your granny, she my rock and roll. მოკლედ ყველა იმ ვიდეოზე, რომლების პრემიერების დღეს მაესტროს ეთერით იხილა, ჩვენ სტუდიას გააჩნია ექსკლუზივები და როგორც იცით, მათ არაერთხელ კიდევ ნახავთ მაესტროს ეთერში. დღევანდელი ტელეპორტრეტის სტუმარი კი არის ადამიანი მხატვარი, რომელმაც ქართულ შოუ-ბიზნესში ენით აუწერელი ფერადოვნება შემოიტანა. კინო, სცენა თუ სატელევიზიო ეკრანი. ყველა ამ სფეროში თამრიკო ფოცხიშვილის მრავალფეროვანი ხელწერა ადვილად საცნობი და დასამახსოვრებელია. მორის ფოცხიშვილის ოჯახიდან, სადაც ყველაზე მეტად ტრიალებდა პოეზიისა და ზოგადად ხელოვნების სურნელი, ქართულმა შოუ-ბიზნესმა ორი სერიოზული წარმომადგენელი მიიღო: კლიპმეიკერი ბასა ფოცხიშვილი და მხატვარი თამრიკო ფოცხიშვილი. ორი განსხვავებული ხასიათის და, რომელთაც შოუ-ბიზნესის წრეებში მათივე ნამუშევრები დიდი ხანია კარგად იცნობენ. სხვათა შორის ოჯახში ორივეს თავისუფლად ზრდიდნენ. ისიც მნიშვნელოვანია, რომ საბჭოური შეზღუდვებით გაჯერებულ საქართველოში სხვებისგან განსხვავებით მათთვის ბევრი რამ აღმოჩნდა ხელმისაწვდომი. ეს მაშინ, როდესაც ამავე საქართველოში ინფორმაციის ნაკლებობა და ეგრეთ წოდებული რკინის ფარდის ფაქტორი ჯერ კიდევ სერიოზულად მოქმედებდა. მორის ფოცხიშვილთან ხშირად ჩამოდიოდნენ მეგობარი ხელოვანები დასავლეთიდან. თამრიკო ფოცხიშვილზე ამანაც დიდი გავლენა იქონია. სხვათა შორის დები იმითაც იყვნენ გამორჩეულნი, რომ მათ ერთ-ერთ პირველებს ჩაუვარდათ ხელში ვიდეო მაგნიტოფონი. მომავალში ეს თამრიკო ფოცხიშვილისთვის კინოსთან დაახლოების პირველი სიგნალი აღმოჩნდა. მორისის წიგნი გამოიცა გერმანიაში, უბრალოდ გერმანულად ითარგმნა, გამოიცა შვეიცარიაში და ამ ჰონორარით, მაშინ რაც იყო ეს ტექნიკის სიახლე, გვიყიდეს ვიდეო და უყურებდით ამ კასეტებს, მაგრამ საქმე იმაში, რომ ეს კასეტებიც არ იყიდებოდა, არც ვიდეოთეკები პრაქტიკულად არ არსებობდა და პოულობდით თბილისში იმ დანარჩენ 4 მფლობელს, რომელსაც შეიძლება გაგვეცალა კასეტები. მორის ძალიან უყვარდა კინო და ერთად უყურებდით ხოლმე. იმის გარდა, რომ თამრიკო ფოცხიშვილი შოუ-ბიზნესში, ასევე სარეკლამო ბიზნესსა და კლიპ ინდუსტრიაში სერიოზულად არის დაკავებული, მისთვის ყველაზე პირველი დაინტერესება სწორედ კინემატოგრაფია აღმოჩნდა. და რადგან მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ კინორეჟისორები, ამან მისი პროფესიის განსაზღვრაზე დიდი გავლენა იქონია. მომავალი დამდგმელი მხატვრის კინოთი დაინტერესება გიორგი შენგელაიას ცნობილი მიუზიკლით „ვერის უბნის მელოდიები“ დაიწყო. სწორედ ამ დროს მოხვდა თამრიკო ფოცხიშვილი პირველად კინოსტუდიაში. ყველა სტუმარი, ვინც ჩვენთან მოდიოდა, იყო ან მხატვარი, ან კომპოზიტორი, ან კინოხელოვანი. ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, აი რაც შეეხება კინოთი დაინტერესებას, იმან რომ 72 წელს გიორგი შენგელაიმ დაიწყო ფილმის გადაღება „ვერის უბნის მელოდიების“, რომელშიც აი ჩვენი ოჯახი და გოგი ცაბაძის ოჯახი ისე აქტიურად ვიყავით ჩართულები, იმიტომ რომ მორისი წერდა ლექსებს, გოგი წერდა მუსიკას ამ ფილმისთვის და იყო მოწყობილი ესეთი სპეციალურად ფილმების ჩვენებები ძველ კინოსტუდიაში, სადაც მორის დავყავდით. კინოსტუდიაში პირველი მისვლაც ფაქტიურად აი
ფეხის შეტყვა პატარა ვიყავი ძალიან, მაგრამ ან მორისის მეშვეობით მოხდა. საერთოდ კი ქართულ, უბრალოდ საბჭოურ კინემატოგრაფში მის მოხვედრაში დიდი როლი გოგა ხაინდრავამ შეასრულა. მართალია კინოსტუდიაში დიდხანს არ ჯეროდათ, რომ თამრიკო ფოცხიშვილი, როგორც თავად ამბობს, ისეთ მამაკაცურ პროფესიას ფლობდა, როგორც დამდგმელი მხატვარია, მაგრამ ამ თანამდებობაზე საბოლოოდ იგი მაინც მიიღეს. ქართულ კინოში მას 80-იანი წლების პერიოდში მოუწია მუშაობა, თანაც არაერთ საინტერესო ფილმზე. თამრიკო ფოცხიშვილმა არამხოლოდ ირაკლი შავლიაშვილთან, არამედ ლევან ზაქარეიშვილთანაც იმუშავა, თუმცა განსაკუთრებით მაინც რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილთან ერთობლივ შემოქმედებით პროცესი ხსენებს. სხვათა შორის ამ დროიდან მას ფერებთან საკუთარი, განსაკუთრებული დამოკიდებულებაც გაუჩნდა. დაიწყო გადაღება მიშა კალატოზიშვილმა ფილმზე რჩეული. და ეს იყო ძალიან სერიოზული სამუშაო, იმიტომ რომ აქ იყო ბოლშევიკების შემოსვლის ეპოქა საქართველოში. იყო უზარმაზარი მოედანი სიღნაღში იყო გადაღებები, სადაც იმისათვის რომ რაღაცა ფერი მიგვეღწია, რომ ეს ფერი ყოფილიყო, თელს მოედანზე მოვატანინე გაჯი და წარმოიდგენთ ამ უზარმაზარ მოედანზე იყო დაყრილი იმ ფერის გაჯი, რომელიც მე მჭირდებოდა, რომ ეს ფერი მიგვეყო. ანუ თუ კი ვიღაცა ხატავდა და ჩემი მეგობარი მხატვრები ხატავდნენ ფუნჯით და სახელოსნოში, მე ვხატავდი გაჯით და კილომეტრებზე. კინოში რაც უფრო მეც მუშაობდი, გაცილებით ნაკლები იყო იმ კინოზე ესკიზები და რაზეც ნაკლები მიწევდა მუშაობა ფილმზე და დეკორაციებზე, იმაზე მრჩებოდა ხოლმე ესკიზები. რამდენიმეა ესეთი დარჩენილი, რომელიც სახში კიდია, მაგრამ ეს ამ ფილმებს ვერ ნახავთ და რასაც ნახულობ ფილმებს ის ფილმებშია და არა ესკიზების სახით. სხვათა შორის ამავე პერიოდში მიხვდა თამრიკო ფოცხიშვილი, რომ იგი პოპულარულია და ეს მომავალში მას ბევრ რამეში დაეხმარება. იმის შემდეგ კი რაც ქართულმა კინომ ნელ-ნელა დაკარგა ძველი შესაძლებლობები, მან შოუ ბიზნესში გადაინაცვლა. ამ მიმართულებით მისი პირველი სასცენო მეტამორფოზა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოხდა. ეს ის პერიოდია, როდესაც სამამულო შოუ ბიზნესი ჩამოყალიბებას იწყებდა. სამი მიხაკი ეკიდა ხოლმე ფილარმონიაში სცენაზე, სამი ძალი მიხაკი და ну რაღაცა ის ცნობილი ფილარმონიის ფარდები. აი ეს იყო ძირითადი დეკორაცია. და აი პირველი შოუ როცა გაკეთდა, აი მე ვიყავი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ არ ყოფნის მარტო კონცერტს, ხავერდის ფარდა და მიხაკები და ეს თაიგულები. შოუ ბიზნესის განვითარების მომდევნო ეტაპზე, როდესაც საქართველოში კლიპებზეც გაჩნდა მოთხოვნა, თამრიკო ფოცხიშვილმა აქაც მოსინჯა საკუთარი ძალები. რა თქმა უნდა, თავის დასთან ბასასთან ერთად. სხვათა შორის იმასაც აღნიშნავს, რომ ბასასთან გადასაღებ მოედანზე მუშაობა ძალიან საინტერესო, თუმცა არც თუ იოლია. კლიპების გარდა დევს ერთად 3 მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმზეც აქვს ნამუშევარი. რაც შეეხება მუსიკალურ ვიდეოკლიპებს, მათი ერთობლივი მუშაობის შედეგად მაყურებელი საინტერესო ნამუშევრებს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ რაღაცაში ვეთანხმებით ერთმანეთს და პრაქტიკულად ერთ პროდუქციას ვქნით ერთი მორის გვერდი და თითქოს ესე არის, მაგრამ აი ბასასთან ესეთი შეწყობილი მუშაობა არ გამოდის. რაღაცებში გვესმის ერთმანეთის, ანუ ემთხვევა ჩვენი აზრები, გემოვნება. აი ეს ის პუნქტია, სადაც მართლა მანდ ლეგოსავით არის აწყობილი. თამრიკოს გარეშე ვარიანტი არაა, რომ დავიწყო გადაღება. არ არსებობს, იმიტომ რომ თუ არ არის, და რომ ვამონტაჟებ ხოლმე და რომ ვამთავრებ. ვურეკავ ხოლმე და ვეუბნები, რომ დღეს ღამე დამთავრდება და მთელი ღამე სისტემ ელოდება, იმიტომ რომ პირველი ადამიანი, ვისაც ვაჩვენო, და ეს არის თამრიკო. და თუ ამბობს თამრიკო, რომ კარგია, ესე იგი კარგია და თუ ამბობს, რომ ცუდია, ცუდია. მოკლედ ბავშვობიდან რადიკალურად განსხვავებული გემოვნებისა და ინტერესების დები დღეს ერთად ადვილად მუშაობენ. თუმცა ალბათ ბავშვობაში ფეხბურთსა და გარუჯვაზე შეყვარებული ბასა და კითხვითა და ფილოსოფიაზე საუბრებით დაინტერესებული თამრიკო ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ, რომ შოუ ბიზნესში ერთად მოხვდებოდნენ და პატარა რევოლუციებსაც მოაწყობდნენ, როგორც სასცენო, ისე კლიპ ინდუსტრიის მიმართულებით, საახალწლო გადაცემებით და სხვადასხვა პროექტებით, რომლებიც სწორედ თამრიკო ფოცხიშვილის სასცენო დეკორაციებზე დაყრდნობით შეიქმნა. ჩვენი ინტერესები აბსოლუტურად ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ეს იყო ბასას პრაქტიკულად ვერ ვნახულობდი. იმ პერიოდში, როცა მე ვსწავლობდი, ბასა ან ფეხბურთს თამაშობდა, ან ჩოგბურთს თამაშობდა, ან სადღაც ცურავდა, ანუ პრაქტიკულად ვერ ხვდებოდით ერთმანეთს. ნუ შეიძლება ის ზაგარის მიღების პროცესში შევხვედროდით და ეგ იყო მეგობრებიც განსხვავებული ყავდა და ცოტა მოგვიანებით, აი უკვე როცა ინსტიტუტში ჩააბარა, აი მაგ პერიოდიდან აღმოჩნდა, რომ საერთო ინტერესები გქონდა. და იქ მოხდა ჩვენი თავიდან გაცნობა, რასაც ქვია, იმიტომ რომ
ნუ სახშიც ვერ ხვდებოდით ერთმანეთს დღის სხვადასხვა განრიგი ქონდა იმას მე და პრაქტიკულად აი კინო იყო ის რამაც უკვე აღმოაჩინა ჩვენში აი უფრო მეგობრები. სხვათა შორის სამამულო კინემატოგრაფში არსებულმა კრიზისმა თამრიკო ფოცხიშვილი კიდევ ერთ საინტერესო ფორმამდე, რეკლამამდე მიიყვანა. ცნობისთვის იგი არა მხოლოდ ვიდეო, არამედ ბეჭდურ რეკლამაზეც მუშაობს, მათ შორის პოლიტიკურზე. რაც შეეხება მის რამდენიმე გახმაურებულ ნამუშევარს, მათ შორის მაგთის სარეკლამო რგოლს ქვევრები, მათ ქართველი მაყურებელი შესანიშნავად იცნობს. რეკლამასთან დაკავშირებით მას თავისებური დამოკიდებულება და საკუთარი რეცეპტიც კი გააჩნია. მიყვარს მაგალითად უფრო იუმორში მიდგომა, უფრო ახლებური დანახვა, რაღაცა არა შეხამებადი ორი ფერის გამოყენება, რომელიც ისე გააქტიურებს სიტუაციას, რომ არ დაგავიწყდება დიდხანს. ყოველ შემთხვევაში, სანამ ეს პროდუქცია არსებობს, იქნება ეს სიმღერა თუ რაღაცა სარეკლამო პროდუქტი, ყოველ შემთხვევაში ეს გემახსოვრება. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სახლში იშვიათათაა, თუმცა იმ დროს, როდესაც სახლშია, მაშინაც ბასასთან ურთიერთობითა და საუბრითაა დაკავებული. სხვათა შორის ფოცხიშვილები ასეთ დაძაბულ გრაფიკს დიდი ხანია რაც შეეჩვივნენ. და ბოლოს ეს მისი მოგზაურობის შედეგია. ერთთვიანი აფრიკული ვოიაჟიდან თამრიკო ფოცხიშვილმა არა მხოლოდ საინტერესო ნივთები ჩამოიტანა, არამედ აფრიკული ტომების ხასიათსაც კი გაეცნო. აფრიკაში გვხვდებოდა ისეთი ნიღბები, რომელიც რაღაცა ნიშნავს, ანუ რაღაც სხვა ისეთი საკრალური და რაღაც ესეთი საშიში არ ვიცი, აღარ მინდა თქვა სიტყვა ვუდუ და ეგეთი რამები და იმას იმ წუთშივე გრძნობდი და იმას არ ყიდულობდი და ყიდულობდი რაც უფრო ლამაზი იყო და მომწოდა და ვიკითხავდი ხოლმე რომ რას ნიშნავს. ეს არის ძალიან სერიოზული ნიღაბი, იმიტომ რომ ეს ყოფილა ულამაზესი აფრიკელი მოცეკვავე, რომელიც სადღაც რაღაცა 200 წლის წინ ცხოვრობდა და აი ეს მოცეკვავე ყოფილა ულამაზესი გოგო და იმის სახეს იმეორებენ სულ როგორც სილამაზის სიმბოლო არის რაღაცა ეს მოცეკვავის სახე. მაესტროს ეთერში ისევ კვირის ინფორმატორია. გადაცემის ბოლოს ტრადიციულ კონცერტს დღეს არ შემოგთავაზებთ, ჩვენს ეთერში კინოპრემიერაა. თქვენ საშუალება გექნებათ ნახოთ დოკუმენტური ფილმი ფესტივალ სესილის ლაურეატი ანსამბლ სუხიშვილების შესახებ სახელწოდებით დოლი. სტუდიაში სტუმრად არის ფილმის რეჟისორი დათო უჯმაჯურიძე. საღამომშვიდობისა. მართალი გითხრათ, ცოტა გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ ბათუმის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი ბრძანდებით, საიდან სად სპორტიდან კინომდე ცოტა ისეთი ვრცელი მანძილია. არ არის ვრცელი მანძილი. როგორ მოხდა თქვენი შეხვედრა სუხიშვილებთან და საერთოდ კინოსთან? ნუ კინოსთან ახლა ბავშვობიდანვე ახლა მინდოდა ასე ვთქვათ კინო მიზიდავდა, მაგრამ ნუ სუხიშვილებს რაც შეეხება ну ახლა მეგობარია ჩემი და რაღაც ვიყავით ახლა ნუ თუ შევეხებთ როგორ დაიბადა თქო იდეა ხო ამ ფილმის. აი თეატრს იყო დარჩიას და ნუ ზოგიერთი სუხიშვილები და საერთოდ ჩემი მეგობართან ვიყავით სანდროსთან და იქ რაღაც ყვებოდნენ ნუ ამ ანსამბლზე და ამ შემდეგ იქით საინტერესოა რაღაც თვითონ პროცესი ამ შაუბის და ნუ იქ დაგვებადა იქ რა ხო არ გადაგვეყო ის რა ქვია დოკუმენტური ფილმი. ელიკოს უნდა მანამდე გადაღება და ესე დაემთხვა რომ სრულად გამოთქვით მე ნუ გოგა დევდარიანი ჩაერთო ამაში რა თქმა უნდა ჩვენი ოპერატორი. ნუ შევხვდით და ვილაპარაკეთ და რა ვიცი თავიდან ეს ახლა ძალიან სერიოზულად არ უყურებით ამას რაღაც გვინდა და ექსპერიმენტის სახით ნუ პრინციპში ექსპერიმენტია ეს ფილმი და ესე გვინდა რომ რაღაც ყოფილებოდა. ნუ მე რა ცოტა სერიოზული სახე მიიღო და ნუ სულებული ვიყავ ცოტა ესე შეხვიხედ სერიოზულად. რამდენი ხანი გაგრძელდა გადაღება, როგორ მიდიოდა მონტაჟის პროცესი? ნუ ერთი თვე ჯერ ისე დავდიოდით ვიღებდით, კამერა ჩართული ხოდა, მაგრამ ნუ ასე თქვათ ის კადრები არ შესულა საერთოდ ფილმში, ნუ ეს მანამდე იყო ასე თქვათ და მე ორი თვე ვიღებდით რეპეტიციაზე, ნუ მე კონცერტი იყო. და მე 7 თვე გრძელდებოდა მონტაჟი.
ესე 9 თუ გამოვიდა მთლიანად რომ ეს ფილმში შესულია ისეთი მომენტები, რაც პრინციპში მე მგონი მოცეკვავებს ცოტა პრობლემებს შეუქმნიდა, მაგალითად როგორ თამაშობენ სარეპეტიციო დარბაზში ფეხბურთს და ასე შემდეგ. ცოტა პატარა უსიამოვნებები ხო არ შეუქმნით? არ ვიცი, შეიძლება არის, მაგრამ ახლა ჩვენ ვცდილობთ რომ რაც უფრო მართალი უნდა ყოფილიყო რა ფილმი და ახლა ცოტა ისე ამ კუთხით მივდექით. თუმცა მაინც კორექტულები ვიყავით, ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ რთულია რომ საერთაშორისოებთან მუშაობ, ესე ძალიან შესვლა რთულია რა და ჩვენ ახლა რაც შევძელით, ეს ალბათ პირველი ნაბიჯია იმის რა. ახლა თუ შევადარებთ ადრე რაც კეთდებოდა თქო ფილმები, ну მაშინ პრინციპში აკეთებდნენ ისეთ ფილმებს, რომ თქვათ როგორ გითხრათ თქვათ რეპეტიცია იყო ერთადერთი მერაბ კვანცელაძის ფილმი, რომელიც შეეხება რეპეტიციას და დანარჩენი იყო აი გასტროლებზე პროპაგანდისტული ფილმები იყო, ასე ვთქვათ, თუ დავარქვათ. და ნუ ახლა დოლე იმით განსხვავდება, რომ ეს არანაირად წნეხისგან და იმიდან ესე ვთქვათ დაცული იყო წნეხისგან და ნუ თავისუფლად ვიღებდით. და იქ შევიდა ისეთი რაღაცები, რაც ვთქვათ ადრე ფილმებში არ შედიოდა, ვთქვათ ის იგივე აგრემიო გარდერობი, ნუ ფეხბურთს თამაშობ, ხო ესეთ რამე არც იცოდნენ, ნუ სულშვილები მე აპირადად არ ვიცოდი და ნუ ჩემთვისაც ეს იყო. ის რა ეს ყოველთვის არის რაღაცა გარკვეული არქივი იქნება იმ წინა ფილმებითაც, ახლა თქვენი ნამუშევრებითაც ძალიან სამთ შეექმნა ძალიან სერიოზული არქივი. ხომ არ აპირებთ რომ გააგრძელოთ მათთან მუშაობა? ისი პრინციპში ჩვენ ეს გეგმაში ქონდა რომ ვთქვათ გასტროლებზე უკვე გავყოლოდით და იქ გადაგვეუვიდე ფილმი. და არა მარტო გასტროლებზე ხა ილიკოს იმდენი ისა რა ქვია. იდეები რომ რაღაც თეატრალური ვერსიები, ნუ ბევრია და ეხა მაგაზე ლაპარაკიც სულს არ გვაქვს. ეგ რა თქმა უნდა არის, მაგრამ ახლა ვიცით ჯერ ვერ მოვაბით თავი ვერაფრით. ნუ მედია შევძლოთ რა შემდეგ. ფილმის პრემიერა შედგა ფესტივალ სესილიზე და მე ვიცი რომ თქვენ რაღაც პრიზი დაიმსახურეთ, თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად რა პრიზი იყოს. ну ეს იყო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის პრიზი და საუკეთესო მონტაჟისთვის პრიზი, ну ესეთ სესილიზე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გადმოგვეცით პრიორიტეტი პირველად გვეჩვენებინა მაესტროს ეთერში ეს ფილმი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ესეთი საინტერესო ნამუშევრისთვის. მადლობთ. კარგად დაგდაბათ. მე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ კვირის ინფორმატორისთვის განკუთვნილი საეთერო დრო დასრულდა. თქვენ ახლა ძალიან სერიოზული და ძალიან საინტერესო ნამუშევარი გელით მოკალათით სავარძლებში და უყურეთ ფილმს დოლი. კარგად.